გამარჯობა პატრიცემულო მეგობრებო, ეთერშია პოდკასტი YouTube-ზე. გამოგვიწერეთ, დაგვალაიქეთ. და ძალიან საინტერესო სტუმარი ვიყავს, დათო ტურაშვილი იქნება დღეს ჩვენთან ერთად და იმედია საინტერესო დროს გავატარებთ. პირველ რიგში ბოდის გიხდით რომ მოგიცვიეთ ამ გადაცემაში. იმიტომ რომ ძალიან სულელური გადაცემა გვაქვს და სულ ისეთი თქვენ რომ გისმენთ ხოლმე ძალიან საინტერესო საუბრობთ. ჩვენ ძირითადად უინტერესო ხალხი ვარ და ბოდიშით დავიწყებთ. აი რაც ვთქვათ დაიწყო. აი ესე გონა დაიწყო გადაცემა. ეს წინაზე რო ვიყავი, რომ არ შედგა ჩვენი შეხვედრა, მაშინ მითხრა რომ ესე უინტერესო გადაცემა გვაქვს, უფრო მეტიც, აი არაფერზე არ გვაქვს, ამიტომ ორი მიზეზის გამო, ჯერ ერთი რომ არ მაქვს უფლება, პროდიუსერი მყავს კაცრი, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ ვარ ესე იგი ეგრეთ წოდებული პოდკასტის მსხვერპლი, ჩემი ერთ-ერთი შვილის ორიგი დამსახურებით და პროდიუსერი მყავს დაუნდობელი და სასტიკი არ მაქვს უფლება სხვა იმ პოდკასტში მონაწილეობის და ლაყბობის და ამიტომ გავითვალისწინე ეს ფაქტორიც ის ფაქტორიც და წამოვიღე წიგნები ამ წიგნების დიდი ნაწილი დაკავშირებულია ფეხბურთთან რადგან მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს და ახლა არა მარტო ჩვენი თავები და გულები დედამიწის უმრავლესობის მოსახლეობის უმრავლესობის გულები და თვალები არის მიჯაჭვული ეკრანებთან ფეხბურთის გამო ჩავთვალე რომ ისაც მიყვარს წიგნებზე საუბრობ და ჩავთვალე რომ ეხლა ყველაზე კარგი იქნებოდა ალბათ შეიძლება ამ წიგნებზე ესა საუბარი და ამიტომ იმას გავხადოთ შუშიატყვეთ თქვენ თუ ისა თუ თქვენ არაფერზე არ გაქვთ გადაცემა ჯობია რომ წიგნებზე იყოს ეგრო შეგვეძლოსო წიგნებზე ვილაპარაკოთ ჩვენ ხო გავაკეთებთ ეგეთ გადაცემას მაგრამ ნუ სამწუხაროდ გიორგის გადაშალე ბოლოს. წიგნი დიდი ხნის წინ ალბათ. ანუ ზედათ ეს მოძრაობა, ჩანაცვლა ამ მოძრაობამ. სამწუხაროა რომ ადამიანებს აღარ რჩებათ წიგნებისთვის დრო, თუმცა ეს გაცილებით სამწუხაროა ვიდრე ერთი შეხედვით ჟღერს, იმიტომ რომ ის რითიც დაკავდა ადამიანების დიდი ნაწილი და რითიც გონია რომ ჩაანაცვლა, ის იმაში ვერ ჩაანაცვლებს წიგს, ეს სულად ფუჭი უბრალოდ დრო ჩაანაცვლა. ხო, დრო წაგვართვა თორე ხა წიგს ვერაფერი ვერ წიგნის ალტერნატივა არ არსებობს, ამიტომ ვერაფერი ვერ ჩაანაცვლოს. მეც ვარ ჩვეულებრივად ინტერნეტის მომხმარებელი. ეხლა მიუხედავად იმისა, რომ არ მაქვს სოციალური ქსელები და ინტერნეტს ხო ხმარო და რას მაძლევს ინტერნეტი, ხო, სიამოვნებაში. ლეპტოპსაც ვიყენებ წერის დროს ჩვეულებრივად, რას მაძლევს მე ან დანარჩენებს ინტერნეტი გვაძლევს ძალიან სწრაფ კომუნიკაციას, ანუ წარმოიდგინეთ რა ადვილი გახდა სამყაროსთან კონტაქტი და ინფორმაციას. ნუ როგორც წესი ინფორმაცია არის არასწორი, მაგრამ ნუ მაინც თუ ჩათვლილ ინფორმაციის მოპოვება სწრაფად გინდა, შეგვიძლია ინტერნეტი გამოიყო. და რასაც წიგნი აძლევს ადამიანს, ის არ არის იმას ტექნოლოგია ვერ აძლევს, ანუ ეს განათლება, კულტურა, გონებრივი და სულიერი განვითარება, ეს არის წიგნი, რასაც იძლევა. იმას ვერ შეცვლის, ანუ სუტყვა ნერვიულობენ მშობლები და მასწავლებლები ძირითადად მაინც ისინი რომ ბავშვები წაგვართვა კომპიუტერმა ასე ამბობენ. ვერ წაართმევს ისა კომპიუტერი ბავშვს მშობელს, იმიტომ რომ წიგნის ალტერნატივა არ არის ისა არასწორი საკითხიც ესე არასწორად ჩვენ ეს ხდება ხოლმე. ნუ შეიძლება სხვაგანაც, ნუ სხვაგან უფრო კარგად იციან რომ ეს არ არის საშიში, მაგრამ ჩვენთან არის რომ აი წიგნი უფრო მნიშვნელოვანია თუ კომპიუტერი. რაც არასწორი შეკითხვაა, იმიტომ რომ ჟანგბადი უფრო გჭირდება თუ წყალი. ყველას ვერ კითხები საპასუხოდ. ორივეს აქვს თავისი ერთადერთი ფუნქცია. ამიტომ წყალიც გჭირდება და ჟანგბადიც. წიგნიც აუცილებელია და ტექნოლოგიებზეც ვერ ვიტყვით უარს. ეხლა თან ისე ვითარდება კაცობრიობა, რომ სად მივექანებით არავინ არ იცის. ისეთი კატასტროფული სწრაფი განვითარება, რომ წარმოუდგენელი სამყარო შეიცვალა, ზღაპრები გაქრა, ბავშვებს ზღაპრები აღარ აქვთ. ისეთი რეალური გახდა, ჩემთვის რაც ზღაპარი იყო, დაამთავრდა. ჩვენი შვილების თავის. აი, ტატო ბაციკაძე ესე წიგნი რა დრო მოაქვს თავი. ველაპარაკობდი კომბლეზე, რომ კომბლეს ყავდა ცხრებით ხოდა. არა, კომბლესო ზროხა ყავდაო. რა? აი, ზღაპარი არ წაუკითხავს ეთყობა არავის მაგისტრი. ხო, შენ რა გონია რა ყავდა, აბა კომბლეს. კომბლეს მულტფილმში ზროხა ყავს და ზღაპარში ცხრები. ხოდა იმას რა ხოდა? თუ პირიქით, მე მგონი პირიქით იყო. აი, რომელიღაცა არ იცოდა, რომელიღაც ვერსია. კომბლეს ყავდა ზროხა. ქართულ მულტფილმში. მულტფილმში ზროხა ყავს, ხო, წეჭრელა. ხო. აიყვანე შემიჭრელა. აიყვანე. შემა ტატო მარტო მულტფილმებით შემოიფარგლა. ან ეგ არ ქონდა ლეხი ან მე მგონი მულტფილმი არ ქონდა პირიქით ღაურია მეც სხვა შორის ანიმაციაში ესეხება და კინოშიც რომ კაი ფილმის თუ ნახავ გიჩდება ხოლმე როგორც წესი მე მიჩდება რომ აუცილებლად ლიტერატურული ანუ რის რა წიგნის მიხედვითაც ის ნახო და
ეს ძალიან საინტერესოა ხომ შედარება. აი ყველაზე კარგად ჩანს რამდენად, ესე იგი, რა უპირატესობა აქვს წიგს, რა განსხვავება წიგსა და კინოს ან ნებისმიერ ხელოვნებას შორის და სხვაშორის აი მაგალითი მაქვს მე ბავშვებს რო ხვდები, უხსნი რომ არის ასეთი საოცარი ფილმი, ხო, გემახსოვრება თქვენ. მაინც ხა ატარებმა იმდენად არ იცი, თუ არ ვწდები 1993 წელს არის გადაღებული ისა Forrest Gump. კი. და ესე იგი ეს ფილმი რო გამოვიდა, ეს მახსოვს ისე იმოქმედა, ჩემს ბევრი ოსკარიც აქვს მიღებული, მაგრამ თვითონ ფილმმა იმოქმედა და Tom Hanks ისე თამაშობს, რომ ოსკარი აიღო. მე მგონი რამდენი ოსკარი. ზედიზედა იყო ხო, მაგ დროს. და მე მომინდა რომ ისა წამეკითხა წიგნი და სხვაშორის ქართულადაც კი გამოვიდა მე ის წიგნი, სულაკაურის გამოსვლამ გამოსცა, წავიკითხე და უცებ აღმოვაჩინე რომ ესე იგი ის კი არა რომ სიუჟეტი განსხვავდება, ის რაც წიგშია. არა და იშვიათია რომ კაი კინოეკრანიზაცია, კარგი წიგნის მიხედვით იშვიათობა. მაგრამ უცებ აღმოვაჩინე რომ განსხვავდება სიუჟეტი. ანუ წიგნი ძალიან მაგარია, ფილმი ძალიან მაგარია. სიუჟეტი განსხვავდება. მეტიც განსხვავდება თავარი პერსონაჟი, რაც ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. მაგრამ Tom Hanks ისე მაგრა თამაშობს, რომ მე წამართვა თავარი უნარი, რასაც წიგნის კითხვით მაძლევს, რომ მე რო წიგნს კითხულობ, მე ვხედავ პერსონაჟს, როგორცაც მე ვხედავ. ეს მაგაზე იყო. მართლა? რომ ის მეუბნება რეჟისორი. კამათი ალბათ. დათათუთაშხიაზე. დათათუთაშხიაზე იყო. დათათუთაშხიაზე იყო რაც ის რომ ანუ შეიძლება ხანდახან რეჟისორმა ისე კარგად დაინახოს, რომ შენ ვერ აღიქვა ეგრე კარგად თქო რა. დანახვით ეს ხო ის აი წიგნი მართლა ყველაზე გენიალური გამოგონება. ერთი და იგივე წიგნი, აი ახლა ჩვენ სამმა რო წავიკითხოთ, ერთი გვერდი, ორი გვერდი, ამდენი რადიკალურად განსხვავებული სამყარო რო აღმოვაჩინოთ იმ წიგნში, სხვადასხვა პერსონაჟები და ხასიათები და სიუჟეტი, სამივე მართალი ვართ. ასეთი გენიალური გამოგონება, იმიტომ რომ ყველაზე მეტად რაც ათავისუფლებს ადამიანის ტვინს და ხელს უწყობს მისი შემოქმედებითი ზრდას და განვითარებას, ანუ წარმოსახვის უნარს, რაც უნვითარებს, ეს არის წიგნი. ჩვენ სამი კი არა, 8 მილიარდი ხო ვარ დედამიწაზე. 8 მილიარდმა ერთი და იგივე წიგნი წაიკითხოს და ყველამ სხვადასხვა დასკვნა გააკეთოს, ყველა მართალია. ამიტომ მან საკამათო არაფერი არ არის თუ რომელიღაცა ხა დათათუთაშხას თუ გულისხმობთ არის ხო ისეთი წიგში სხვაშორის ეგეც კარგი გამონაკლისია ქართული კინოსა და ლიტერატურის ისტორიაში რომ კარგი წიგნის მიხედვით კარგი ფილმია გადაღებული. ეხლა არის იმ წიგში რაღაც ეპიზოდები რომელსაც მე ვისურვებ, გიждები, მიყვარს ისეთი ეპიზოდები რომელიც არ მოხდა ფილმში, მაგრამ გიგა ლორთკიფაინძემ და გიზო გაბისკირიამ ისეთი მნიშვნელოვანი რამე შექმნა, ესე იგი რაც კი ეპოქალური ის ფილმი გადაიღეს მართლა რა, ხო პერსონაჟებიც კარგად არის. მე კარგად პერსონაჟებიც ესეთი ამდენი ქართული მსახიობი, ამდენი ჭერი ადამიანი, მუსიკაც ჩვენურად ანუ ეხლა წიგნი ხო გადასარევია თავისთავად და არის როგორც ჩანს თვითონ აი ფილმს ეტყობა რომ ეს არის ესე იგი წიგნის წაკითხვით აღფრთოვანებული გიგა ლორთკიფაინძის განხორციელებული იდეა, აი ესე მგონია სულ. ხო და ნუ ხო გეუბნები, ეგეთი ჯადოსნური გამოგონებაა წიგნი, მაგას ვერაფერი ვერ ცვლის, აი ვერაფერი. ეგ არის თუ გახსენდება ეგეთი შემთხვევები, რომ აი წიგნის ადაპტაცია მაჯობა. ადაპტაცია მაჯობა? მე ჭუება რომ წიგს საერთოდ აი მე გახსენდება თქვენ გაქვთ ეგეთი მაგალითი? აი მაგალითად მექანიკური პორტოხალი კარგი წიგნია. მართალია, ეგ მაგალითი ამასინათ მეუბნებოდა ვიღაცა რომ და გამახსენდა რომ მართლა ესია და რა გამახსენდა იცი რომ დავფიქრდი რომ ეს ბერჯესის თარგმანი ისა ხო არ არის თარგმანის ბრალი რომ ძალიან სპეციფიური ენა თუ გახსოვთ რომ ჯერ როგორ მეტყველებენ ინგლისურად რო წაიკითხოთ ეგ ისეთი სლენგია იქ რომ აი ხო ის რო გონია რომ ინგლისური ვერაფერზე ვერ გაიგებ და სხვა ჩვენ ორი თარგმანი გვაქვს იმის უკვე ქართულად ეხა ბოლოს რო გამოვიდა თუ არ ვწდები ბოლო ეგ იყო გია ჭუმბურჯის თარგმანი მაგრამ იქ არის მაგდოველის დამსახურება. ეს არის წაჯებ ფილმი ძალიან მაგრაა გაკეთებული. სტენლი კუბრიკის თუ სწორად მახსოვს. ეს ისეთი მოვლენაა ფილმი ჯერ ისა არა შეიძლება ბეთჰოვენის დამსახურებაც აი რა ყველაფერი მაგრად ყველაფერი არის ხო ნუ არა ეგრე ვერ აღვიქვი ეგ ფილმი ეგ რო კითხულობ ეგრე კარგად ვერ აღვიქვი. წესი ეგ არის ჩემი წესი ეს არის რომ წიგნს ვერაფრით ვერ აჯობებს ვერაფერი მაგრამ ყველა წესი აქვს გამონაკლისი ერთის გარდა ხო ერთი წესია რომელსაც გამონაკლისი არ აქვს ეგ არის სიკვდილის წესი ყველანი უკვდებით ანუ გამონაკლისი ვერ ვიშოვ ვერ აღმოვაჩ მაგრამ დანჩეს ყველას აქვს გამონაკლისი აი მაგასაც აქვს როგორც ჩანს და ეგ არის
ეგ შემთხვევა. კი, ეგ შემთხვევა. აი ამათ მე მგონი მართალი ძალიან ციგნი უკან დაიხეცე. ერთადერთი შემთხვევა მე მგონი. თუმცა არ ვიცი, ეგ ქართული საზომი მაგ შემთხვევაში არ გამოგვადგება. ეგ იმდენად ინგლისური ციგნია, რომ ეგ ვისთვისაც ინგლისური არის მშობლიური და ისლენგი ესმის რაც არის ორიგინალში. იმას უნდა ვკითხოთ. ჩვენ მაგაზე შეიძლება არ გქონდეს. კადრები, ფერები, აი რაღაც ძალიან ზღაპრულად და ლამაზად არის. დანახული თითქოს ესეთი ისტორია რა, რომელიც აი მაგარი ფილმია. და აი გეცპიზეც ქონდა რაღაც მომენტში, ეგ რომ გეცპი ხო ფილმი ძალიან კაი იყო. ახლა გეცპი ციგნი ესე იგი ცხონებული ფიჯერალდის ისა სკოტ ფიჯერალდ ასეთი ამბავი დამემართა ცხონებულ ფიჯერალდეს სულ ეგ მახსენდება ძალიან მინდოდა რაღაც ესე იგი აი შეიძლება ბავშვობიდან არა მაგრამ რაღაც ასაკიდან დამეწყო სასაფლაოების სადმე ლტოლვა. ნუ ლტოლვა ხუმრობ. თვალო გაგექცეო რომ მიდიხარ. ხო, მიყვარს სასაფლაოებზე დათვალიერება წაკითხვა. აი, მე მივხვდი რატომ მიყვარს. სულ წიგნები ვიტკითხულობ. ანუ ხო არის სახელი გვარი, ორი თარიღი წერია. შუაში დეფიზი, ანუ ტირია. და იმ ორი თარიღს შორის ის წიგნი მგონი, ანუ მთელი რომანი და თავგადასავალი. ამიტომ ეტყობა მაგიტო უყურებ. არ ვიცი, მოკლედ, ნუ მიყვარს სასაფლაოებიდან. ძალიან მინდოდა მოხვედრილიყავი ედგარ ალან პოს საფლავზე ბალტიმორშია დაკრძალული. და ამერიკაში ვერ მოხვდი რა, ბალტიმორში ვერცერთხელ ვერ მოხვდი და ამიტომ ის სამფლავზეც ვერ მოხვდი და ერთად ბოლო რო ვიყავი ამერიკაში შევჩივლე ჩვენს მეგობარს ლიკა გორგილაძეს. რო ესე მეთქი ბალტიმორში მინდოდა ვერაფრით ვერ მოხვდი და უცებ ლიკა მითხა რომ მაინც და მაინც ედგარ პოს საფლავზე გინდა თუ კაი საფლავზე გინდა თუ საერთოდ საფლავების მანიაკი ხარ თუ ვინ ახარ ხო და მე უთხარი ახლა ბალტიმორში ვერ ხვდები რამე კაი საფლავი თუ გეგულება ლიკა ცხოვრობს ისა ვაშინგტონში და თუ გეგულება იქვე ვაშინგტონში თუ გეგულება მეთქი გავეხუნე მეგულება კი რა ჩვენი სახლის ეზოშია დაკრძალული სკოტ ფიჯერალდი და თუ გინდა იქ მიგიყვან მეული მაგის საფლავს წავედით წამიყვანა და სხვაშორის აღმოჩნდა ეგ გამახსენდა პირველი რა გამახსენდებოდა გამახსენდა მორისონის საფლავი პერლაშეზის სასაფლაოზე სადაც კი დედამიწაზე შეყვარებულია ან მოსაწევი უყვარს ან დალევა უყვარს ნუ ყველა იქ იკრიბება იმდენად რომ ხო იცი შემოღობეს ერთ-ერთი საფლავია რამხელა თითქმის ქალაქის პერლაშეზი და რამდენი ვარსკვლავია დაკრძალული და შემოღობეს იმიტომ რომ ბოდიში და ესა რა ქვია შეყვარებული სექსის გამოც კი იქ მიდიოდნენ რა იმ საფლავს ამიტომ იქ ვერ არ უშვებენ რომ ესა რა გინდა აგერ გვერდზე მიბრძანდი შეეჭირებენ არ უშვებენ და გამახსენდა ეგ იმიტომ რომ ფიჯერალდი მოგეხსენება და ახალგაზრდა გარდაიცვალა წერლისთვის მითქმა და ძალიან ახალგაზრდა და მიდრეკილება ქონდა ამ ალკოჰოლისამდე მოგეხსენება მსმელი კაცი იყო და ამიტომ ესე იგი ამერიკაში რას მსმელი ხალხია თურმე მის საფლავზე გროდო რომ მივედი იმდენი ბოთლი ლიკას წამოსწო რომ მოკვდი ამ ბოთლების აი ქართული ფენომენი არ არის ესე იგი ჩვენ რო გვიყვარს кейპი არა იქ მიდიან ხო არა ჩვენ ხო ძალიან გვიყვარს кейპი ასხმა და რაღაცა არა იქ ჩვენ გვიყვარს შესანდომარი ეს სხვა ჩვენ არ გვიყვარს იქ кейპი სინამდვილეში საფლავზე მაინც ისა თვლი რომ ეს აუცილებელი რიტუალია გონია რომ მიუვა და მე გონია რომ შენ ამით პატივს მიაგებ გარდაცვლის თორე кейპი ჩვენთვის ხო ის მაინც დღესასწაული საფლავზე ვერ მოვაწყობ დღესასწაულს ანუ ჩვენ პირიქით გონია ამით ვასრულებთ ტრადიციას და რიტუალს თორე кейპი გვიყვარს სხვაგან სადაც ადამიანი ხდება თავისუფალი ლაღი და მხიარული ეგ არის кейპი ქართული გაგები და იქ უფრო რიტუალს ვასრულებდა ამერიკელი ლოთები მიდიან იმიტომ რომ პატივი მიაგონ რომ ის კაცი ლოთობაში მოკვდა ანუ ფიჯერალდი მართლა ახალგაზრდა გარდაიცვალა ალკოჰოლიზმი იყო მთავარი ისა პრობლემა რა ნუ სხვა პრობლემის ჰქონდა ფიჯერალს მაგრამ ნუ მაგაში ვერ დაგეთანხმები ხო გეცპი არა ესე იგი იმას გეცპისე ვერ დაგეთანხმები წიგნი არის საოცრად მაგრამ ფილმიც ხო ეს ბოლო ვერსიას ამოც ძალიან ფერადი როა ფერადია ძალიან ხო და არა წიგნის ფერადია და წიგნის კაშკაშა მაგრამ იმაზე ხო შევთანხმდით რაღაცა უნდა არა ქართველებს აშკარად რა ქვია მექანიკურ პროტოკოლს ეგ ნახოთ როგორ ქვია ორიგინალში Clockwork Orange ხო როგორ ქვია Clockwork Orange მე მგონი ეგრე ქვია ხო მექანიკური გიორგი ვაპატიე რა ცოტა ხანი გიორგის წიგნები არ წიგნი უყურს არც კი არც ფეხბურთი და ამის პრობლემა ის ხო არ არის რომ აი არასწორ ასაკში იციან ხოლმე დაძალება რაღაც წიგნების რომ აი ხა ეს უნდა წაიკითხო მე მაგალითად ბავშვებში ტომ სოიერს მაკითხებდა არ მომწონდა ანუ აი ხო არის რა მე გეთანხმები არაჩვეულებრივი და მე რომ აი science fiction-ი რომ მოეცა ვიღაცას ბავშვობაში აი უკან მომავალში მიყვარდა ძალიან რა ფილმი ჰარი პოტერი თუნდაც ჰარი პოტერი არ შეიძლება რა ქვია წიგნის კითხვა თუ უნდა ბავშვი ხარ არ შეიძლება რაღაცა ხო და აი ლიტერატურა რამდენიმე მე წიგნი რო წავიკითხე მივხვდი წიგნების მუღამი რა იყო იმიტომ მეგონა რომ ძალიან უნდა მეკითხა და სათავგადასავლო მე ჟიულ ვერნი რო წავიკითხე აუ მეთქი თურმე რა ყოფილა რა მე გამოძიება და მაგაში აი უკვე ორჯერ დაგეთანხმეთ ეთანხმებით რომ ეს არასწორი წინდას მაძალებდნენ ხოლმე პეპის
ხო და არ გინდოდა. აი არ მინდოდა და შუმად ბასკერულების ძაღლს კითხულობდი ხოლმე. თან გეშინოდა თუ არა დიდებს ედოთ ხოლმე ზევით ეს წიგნი რომ მე არ აი პორნოების კასტები როგორ წეს ხოლმე ბაბალარ ბავშვი არ ნახოს ეგრეიდო ეს მორს ხო და არ არის ეგეთი გიფრთხილდებოდნენ ხო და მე წამართვეს და მე ვიჯექი ხოლმე და იმას საგანძურს კითხულობდი ხოლმე იაკობ გოგებაშვილის და მაგითი ვერთობოდი ხოლმე იმიტომ რომ დანარჩენი არ მინდოდა ის რაღაც სიუჟეტები იყო აქ ძალიან რაღაცები დასკვდები რომ ფეხბურთი ვინ დაგიმალა ფეხბურთი ინტერესი. ხო არ იქონდა ინტერესი გასაგები. ხო და აი ბავშვობაში რაღაც სახლში რა წიგნებიც იყო კონკრეტული რაღაცა ბიბლიოთეკა იყო იქიდან აგერჩია ან გეუბნებოდა რა წაიკითხო არ და რეალურად უნდა ბევრი უნდა წაიკითხო რომ მიხვდე რა გინდა ხო რეალურად მე უფრო მარტივი რეცეპტი მაქვს რომ და ვემხრობი აი რახან ამ ინგლისი და ინგლისელები რამდენჯერმე ვახსენეთ ყავდათ ასეთი გადასარევი მწერალი ვირჯინია ვულფ ხო და ვირჯინია ვულფი ამბობდა რომ ეს ეტყობა ხო იცი მწერლებს მაგას ეკითხებიან ხო მეც ყველაზე ხშირად მაგას მეკითხებიან რომ აი ჩემი შვილი ამდენი წლისა და ეხლა რა უნდა წაიკითხოს გონიათ რომ რაღაც რეცეპტი არსებობს რომ ამას აქში ეს უნდა ეკითხო იმას აქში ეს არ არსებობს აი მართლა სოფლიო გენიოსი ყავს შოთა რუსთაველი და დასაწყისში ამბობს ყველაზე გენიალურ ფრაზას რაც კაცობრიობას უთვალო ფერითაო გვაქვს უთვალო ანუ 8 მილიონი ხო ვართ დედამიწას აი ბავშვებსაც სულ ვეუნებ დააკვირდით ხო აღარ უყურებთ ქართულ ფილმებს ვეუნებ ჰოლივუდის ფილმები ხო ნანახია რომ დააპატიმრებენ ჯვარი აქაურობა ადამიანს რომ გადაუღებენ ორ ფოტოს იმ ფოტოს მე რა ხდება რა კადრია აუცილებლად თითის ანაბეჭს უღებენ და რატო უღებენ თითის ანაბეჭს ადამიანს იმიტომ რომ 8 მილიარდში არ მეორდება და როგორ გამეორდება ჩვენი ტვინი, ჩვენი გემოვნება, ჩვენი თვალები, ჩვენი გულები არ მეორდება ეს თქვა რუსთაველმა მე-12 საუკუნეში გამოიცნო სამყაროს არსი რა არის. ეს არის ზეგენიალური ადამიანი. შოთა რუსთაველი ხო იცი ჩვენ ვერ ვაფასებთ, იმიტომ რომ არ ვკითხულობთ, თორე გენიალური წერია პირდაპირ პირველივე სტროფში, მესამე ტაებში. ხო და ეხლა ესე არის ვირჯინია ვულფი მაგას ამბობდა ოღონ მე-20 საუკუნეში. რომ ეგ არასწორიაო, რაც არ უნდა გითხრან, რომ ეს წიგნი აუცილებელი და ეს არის სასარგებლო, კარგი, ეგ სულ ფუჭი ის არისო, რეცეპტები. სინამდვილეში ყველა ჩვენგან აქვს თავისი წიგნი, რომელიც მისთვის არის გენიალური, სასარგებლო და გამამდიდრებელი. თქვათ აიღე წიგნი. ხო, როგორც დედაჩემი წესემ უნდა ანა კარენინა არ უნდა კონდეს წაკითხული, რა ქვია, ადამიანს. და ბავშვობაში მით უმეტეს ხო ვფიქრობდი, აიღე წიგნი, ხო, მარტივი რეცეპტია, რასაც ვირჯინია ვულფი ამბობს. გადაშალე და არ ჩაგითრია. ანუ წიგნი არის ისეთი ჯადოსნური სამყარო, იმან თუ არ ჩაგითრია, იმ წუთში უნდა დახურო, იმიტომ რომ წიგნი თუ არ გითრევს ბავშვობაში, შეიძლება ისე შეგძიძღდეს წიგნი და ლიტერატურა, არასოდეს აღარ წაიკითხო მე. ანუ წიგნი უნდა შეგიყვარდეს. ამიტომ ჯობია რომ შეგხვდეს ის წიგნი, რომელიც გამოც საერთოდ წიგნები შეგ დახურავ, დააბრუნებ თქვენ რო ახსენეთ, რომელმა ახსენა თარო. იმ თაროზე შედებ, ოღონდ იქვე სხვა წიგნებს იმას გადმოიღებ და მესამე ყველა ვარიანტში შეგხვდება. ისეთი ფრენკ ზაპა ამბობდა ცხონებული, ხო იცით? კი. რა ასეთი გენიალური ფრაზა ფრენკ ზაპას, რომ რა მოკლია სიცოცხლეო და რა გრძელია იმ წიგნების სია, რომელიც მინდა რომ წავიკითხო, მაგრამ ვეღარ ვასწრებო და ერთი სიცოცხლე კი არა, 100 რო გქონდეს, მაინც ვერ მოვასწრებ, იმდენი კაი წიგნია სამყაროში. ამიტომ ეგ სუტყულია რომ ეს ვიღაცამ მოიგონა რომ ეს არის ისა აუცილებელი 50 წიგნი, ან ეს არის აუცილებელი ისა სასარგებლო წიგნი. სასარგებლო აუცილებელი ის წიგნია, რომელიც გვანიჭებს სიამოვნებას, სიხარულს და ბედნიერებას. აი ეგ არის კაი წიგნი. სინამდვილეში კაი წიგნი, კარგი წიგნი მაგას ნიშნავს, რის გამოც ბედნიერები ვხდებით და წიგნი თუ მომეჩვენა უბედურება, ტანჯვა და ის მე შეიძლება საერთოდ დავკარგო წიგნი და ეგ ძალიან საშიშია, საერთოდ რომ წიგნს კარგავს ადამიანი ბოდიში, ძალიან საშიშია, ძალიან საშიშია, იმიტომ რომ აი ხო განვითარდა კაცობრიობა ტექნოლოგიურად, ხო ილონ მასკი შაბათ კვირას დაფრინავს დღეს რა დღეა. შეიძლება წასულიო, ხან მარსზეა, ხან შაბათ კვირას დაფრინა. აგერ ბეზოსი როა ესა ცოლი შეუჩნდა რომ ქორწილი გადავიხადოთ ვენეციაში და რომ დაიანგარიშა ის ქორწილი უფრო ზვირი უჯდებოდა ვიდრე ცოლი და მისი დაქალები 7 თუ 8 დაქალი ჩასვა კოსმოსურ ხომალდად გაუშვა იმაში ცაში წარმოგიდგენთ როგორ განვითარდა კაცობრიობა რომ ასე ცოლს ჩასვა იმაში და საწყალიური გაგარინი 20 წელი ვარჯიშობდა და გაუშვებ იმას მაგრამ ტექნოლოგიებმა ადამიანი არ გახადა უკეთესი როგორც მოაზროვნე როგორც
ჰუმანისტი როგორც კეთილში არ გახადა უკეთესი ამისი წამალი ამისი ჯადუ არის მარტო წიგნებში რა ვქნათ ხო მე ჩემი მოგონილი ხო არ აჰა დააკვირდით 21 საუკუნეა რო დაიწყო რუსეთ უკრაინის ომი ხო იცით უკრაინელები სადაც სკოლები იყო დიდი ასოებით აწევდნენ რუსულად ძეწი რომ არ დაბომბონო ბავშვი ანუ მინიშნება იყო რომ იმას ბომბავდნენ და ბომბავდნენ ანუ არ შეცვალა ტექნოლოგია იმ რა ქვია ადამიანი უკეთესი არ გახდა. მხოლოდ წიგნებში არის ეს ჯადოსნური სინამდვილე. მაგას მეგონი არ წიგნი არ არც ტექნოლოგია რუსეთში ისეთი ამბავია. კი ბატონო. მაგრამ ანუ წოდომა ასე თქვა შეზღუდული აქვს. მაგრამ აი წიგნების ამბავზე ის არის რომ კითხულობ აი ტომ სოიერზე მახსოვს და განცდა რომ ბებიაჩემმა მითხრა რომ წაიკითხე საოცრად მე დაქალი მოვიდა და ანუ მეთქი ვერ კითხულობ თუ რაღაც და რას კითხულობ ტომ ვაიმე არაჩვეულებრივ ანუ გავიღე შენ რომ მოგწონს ეს მისთვის არის ხო ანუ და ანუ საკუთარ თავს ადანაშაულებ მე რომ ანუ ის გაქვს რა გადანაშაულის განცდა გაქვს ამ კითხვის რომ ბიჭო რატო არ მომწონს ეს ყველას მოწონს და მე რაღაცას მივაგენი რომ თურმე ისა რა იმას მონებოდნენ უთავ მხედარზე რომ ეგო გაწეილილი და ისა და რო წავიკითხე ისე მომეწონა ჯერ ინტრიგაა რა ეს გამოძიების მთელი მუღამი ხო ეგაა რომ მეც უთავ მხედარ 200 გვერდი წავიკითხე არ ჩანს ეს უთავ მხედარი სოდის გამოჩნდება აი თავ მხედარმა მაგის გამო 8 წიგნი წავიკითხე მაინრიდი უთავ მხედარმა ისე ჩამიტრია და მეც მაგ აი რასაც თქვენ ამბობთ გავლილი რომ ჩემ კლასში სულ გენიოსები სწავლობდნენ და ესე იგი პატარაობიდანვე გენიოსები და რაღაც წიგნებს კითხულობდით და მე საუბრობდით ხოლმე და მაგალითად ეს მახსოვს რომ სამი მუშკეტერის ჯერი რომ მოვიდა ყველამ რომ წაიკითხა რომ გვესაუბრა მე ვერ წავიკითხე დამემართა როგორც შენ იმაზე ტომსო სამი მუშკეტერი ვერ არ ვიცი არ მასიამონა ამიტომ აი მოტრუკი ვიყავი მე მეგონი დამთავრებული მქონდა უკვე ისა უნივერსიტეტი რომ წავიკითხე ანუ ყველ ეგეთი რეცეპტი არ არსებობს 11 წლის ეს უნდა ეკითხო და 7 წლის ის რაც გესიამონება და გაგახარებს აი ეს არის შენთვის ზუსტად ის უნდა ეკითხო სუტყუილია დანარჩენი როგორც ვირჯინია ვულფი არა აქ წაკითხული ეგეთი კითხვა ხო რაო ბავშვს ამათმა რო უთხრეს რომ გიორგიო წიგნებს არ აკითხავს არ მინდოდა ეს რაღაც ჯანგა წიგნები არ მიყვარ ჩემთვის იმე ვერ მიხვედი სწორ ლიტერატურამ არ მინდოდა ეს აი იმიტომ რომ აი ეგ შეცდომა გაქვს დაშვებული რა ეგ წიგნი რაც არ მოგწონდა უნდა დაგებრუნებინა და სანამ არ მოძებენი რომელიც ჩაგითრევდა ენციკლოპედიამ ჩაგითრევ მე ცუდია კაცო 11 ტომეული რაც იყო გეფიცები აი რო გავიხსენო სათითაო გვერდით მიჭიქე ხოლმე და ამ რაღაცებს იქ ხო ისეთი რაღაცები იყო შეტანილი რომ მაშინ ნანახი არ მქონდა რა ინტერნეტი არ მქონდა და ეგეთ ან გონებაში ეგ ვიზუალები ნანახი არ მქონდა რა ეს სხვადასხვა წერების და იმ ვიდექი ხოლმე და ამ ენციკლოპედიას არ თან ბევრი იყო ის არა რუსული არ არის თუ არა გადმოქართულებული 11 ჩვენც მქონდა კი ჩვენც მქონდა ქართული ენციკლოპედია მუშაობდნენ ჩვენი საუკეთესო მეცნიერები და ესა ჩვენს გაქვს გამოცემა ძალიან მევასებოდა საბჭოთა საქართველოს ერქვა მაგაუნცნოს თუ სწორად მახსოვს ვინც ეს გამოს ბოლო 2 11 ტომეული ხო მეც ესე მახსოვს 11 ტომი იყო და ბოლო 2 იყო ანუ რო ეს სისქის მიხედვით ხო მიყვებოდი ხო და ბოლო 2 ტომი გამოვიდა თხელი რა აი გაგიხარდა ხო არა პირიქით ძალიან მეცნიერო და გული დაგსწარო თხელი ცოტა იქნებოდა ინფორმაცია შიგნით რა და ამაზე და ისინი მოვიდოდნენ ხოლმე დამიждდებოდნენ ბავშვს ის არა აქვს საკითხული ხო არასწორია არ მინდოდა მე მითხრა არა ეგ არასწორია არა შეიძლება რომ არ კონდეს საკითხული მაგალითად ჩემ შემთხვევაში როგორც იყო ბავშვობაში დედაჩემსაც მაგრამ უკვე ანაკარელინა რომ შეიძლება თავარია რომ ის წიგნები იკითხო რომელიც სიამოვნებას განიჭებს ეგ არის მასკერლების ძაღლზე იყო კიდე რომ მახსოვს რაღაც დეტალს ვკითხავდი მე შინოდა ხოლმე რა რაღაცების რომ ის რო იყო ხოლმე X-Files იცი სერიალი რო ხო საიდუმლო მასალა აი დაახლოებით მაგ დროს წავიკითხე რა მაგას რო უყურებდი პატარა ყოფილხარ ძალიან ხო და აი თან მე შინოდა ხოლმე თან სიამოვნებდა რომ მე შინოდა რა მე მოვიდოდნენ ისე სადაქალო ბავშვს ამას რატო აქვს დამიდებდნენ იმას ჭეღერე რაღაც აი ვერ ვიწამდი ხოლმე რა მაშინ არ მე შევთანხმდით მოკლედ აი მაგალითად მოქმედა რომ სუშიში მქონდა რომ ეხა აი ხო მე გადამქართულდა შევთანხმდით ეხა იმაზე რა ქვია სოფლიო ჩემპიონატი ახსენე და როგორ ახერხებ ყურებას აგეთი ნანახეთ თუ არა მგონი გიორგი რამიშვილის დამსახურებით შეგიძლია გადაახვიო და გადახვეული ფეხბურთი ხო ხო ეგ მართალია მაგრამ სხვა შეს მაინც ხო ის ტვინი რა უცნაური გამოგონებაა რომ იმახსოვრებს შემდეგი რომელ საათზე შენ კი გძინავს მაგრამ ტვინი მაიცის რომ იქ თამაში მიდის და გაღვიძებს კი ასეთებიც ხდება მაგალითად ეხა არგენტინაზე გამაღვიძა ანუ წინა ცხოვრებაში რადგან არგენტინელი ვიყავ შეიძლება ამიტომ გამაღვიძა და ნახე საოცრება 129 წლის
ლეო მესი დიდი ჯადოქარი რას აკეთებს? რა ფენომენია ეგ ახლა მე არ ვიყავი მე რეალის გულშემატკივარი ვარ უფრო ეს მადრიდული ბრაზილიური თამაკა არჩეული და ეს მესი მარადონა მესის შედარებაში ბოლო გაირკვა რაღაცები თუ არა? რა თქმა უნდა არაფერი არ გარკვეულა. გაურკვევლობა ის. ეგ აღარ მახსოვს ვისი ფრაზა იყო წაკითხული მაქვს. გია გორგოძის ხო არა ვისი წიგნიც მოვიტანეს ხოთა შორის ძალიან კაი წიგნი რომ ესე იგი აი როგორც ისლამში არისო ხო ესე იგი მუჰამედი არის მოციქული სუნიტები და შიიტები არა მუჰამედი არის მოციქული შიიტების და სუნიტების მუჰამედია მაგრამ არის მოციქული ანუ და ალაჰი არის ყველაფერზე ზევით რა და აი ასე უყურებენო ისა მარადონა მესის ხო რომ მარადონა ზემოთ არის და კი ბატონო ის მესი იქამდე ავიდეს ანუ ხო და არა ი მარადონამდე ვერაფერს ვერ იზამ რომ მარადონამდე ახვიდე იმიტომ რომ ეს შენზე არ არის დამოკიდებული თორე მესი არის სასწაულმოქმედი მას ყველაფერი შეუძლია გარდა იმისა რომ იყოს მარადონა რა თორემ მესს ყველაფერი შეუძლია რა თქმა უნდა ეს არის ზღაპრული მოვლენა და დაუჯერებელი მოვლენა, რასაც უყურებთ და მესი რონალდოზე. არა, მესი რონალდო დიდი ხანია გარკვეული. ნეღანე გარკვეული ხა არგენტინის კომაგებისთვის, ეგრეთ წოდებული არგენტინელებს ალბათ ღიმილის მომგვრე თავის არსშივე შეკითხო რომ მე ძველი არგენტინელი ვარ. საერთოდ ნათესები საქართველოს რო ვერ მოხვდება, რა თქმა უნდა ნათესაობის მხარეს ვარ და არგენტინა არის იტალიური და ესპანური წარმოშობის ქვეყანა. ანუ ისედაც გვეკუთვნის არგენტინის კომაგობა, მაგრამ ну, чем შემთხვევაში სუბიექტური, იმიტომ პირველი მსოფლიო ჩემპიონატი რო ნახე, 78 წელი იყო არგენტინა რო გახდა. ჩემპიონი მომინდა რომ საქართველოს გამختارიყო მსოფლიო. ანუ არგენტინის გამო დავიწყე საქართველოს დამოუკიდებლობაზე ფიქრი. ანუ ფეხბურთმა მაიძულა ეს აუცნაური ამბავი დამემართა, მეორე დილით გავიგე რომ ვერ გახდება საქართველოს ჩემპიონი, არც ნაკრები გვაქვს, არც სახელმწიფო გვაქვს, არც ფორმა გვაქვს, არც ქიმილი გვაქვს, არც დროშა გვაქვს. ჩემპიონი როგორ გამხდებოდა? და ნერვები მეშლებოდა რომ ერთი ბეწო ურუგვაი ორჯერ იყო მსოფლიოს ჩემპიონი და ჩვენ კიდე ჩვენ ისიც გვეყო, ანუ სიხარულის ამბავში რომ გავედით საერთოდ ევროპის ჩემპიონატზე. ეგ ჩვენ ჩემპიონობა ხო ეგ იყო რა. ეგ იყო და სხვათა შორის აი ახან წამოვიღე და ახან მსოფლიო ჩემპიონია გია გორგოძეს ვოდის მოუხდი და ჯერ ამ წიგს წარვადგენ, იმიტომ რომ ზუსტად ამ ამბავზე ჩვენ როგორ აღმოვჩნდით ევროპაზე და მე იქ რა ვქენით და იქ როგორი იყო და უკარო დავბრუნდით მე რა დაგვემართა ევროპის ჩემპიონატი ეს დღესასწაული როგორ ჩაგვიმწარდა აი და ბევრ რამეზე არ მარტო ამაზე არის არმაზ ახვლედიანის არაჩვეულებრივი წიგნი აი ვისაც უყვარს ფეხბურთი სინამდვილეში ეს არ არის მხოლოდ ფეხბურთის თავგადასავალი აი ჩვენი თანამედროვე საქართველოს თავგადასავალი განსაკუთრებით ახალი თაობის და იმ ხალხის ვინც ყველაფერი გაიღო აი მართლა მახსოვს ეს რომ სესხს იღებდა და ოღონ ამ დღესასწაულის მონაწილე გამხდარიყო რა რომ ჩვენს ნაკრებთან ერთად ხო გერმანიაში რომ ვიდეო რამდენი ადამიანს აქვს აღებული ვალი და კრედიტი რომ იქ მოხვედრილიყო და მე ჩემი თვალით რაც ვნახე მე ვიყავი ჰამბურგში რომ იყო თამაში ჩეხებთან და ჩემი თვალით რაც ვნახე მართლა მგონია რომ ამდენი ქართველი, ამდენი ბედნიერი ქართველი, ერთი 40,000 ესე ხიდზე ვიდექი და ვეღარ მოწყვი. თამაში უკვე იწყებოდა, მაგრამ ვიცოდი რომ ჩქარავნა წავსულიყავ ადგილ. მაგრამ ამ სანახაობას ვერ მოუწყვი, ესე უყურებდი როგორ მოდიოდა მდინარე, ბედნიერი ქართველების მდინარე. სტადიონისკენ მიმავალი, აი გაუგიჟდი ეს გაღიმებული, გახარებული და გალაღებული ქართველი 40 და ეგ როგორ ჩაგვიმწარეს და მოკლედ ეს არმაზ ახვლედიანი არ არის ის რომელიც პოლიტიკოსია ისიც სხვათა შორის ძალიან განსხვავებული მოვლენაა. მე პირადად არ ვიცნობ ასეთ ქართველს, რომელსაც ასეთი სახელმწიფოებრივი ცნობიერება აქვს, რა სახელმწიფოებრივი. ანუ მე არ ვიცი სხვა ქართველი, რომელსაც ვიტყვი, რომ ეს უნდა იყოს სახელმწიფო სამსახურში. იმიტომ რომ იმდენი ქართველი აღმოჩენ სახელმწიფო სამსახურში რომ მივა მე რეჟეტებს კადრულობს. მე რამდენი ათეული წელია, მაგრამ ეს არის ისა რა ქვია, ის არმაზ ახვლედიანი პოლიტიკოსი რომ მაგრამ მე აღმოვაჩინე უკვე ჟურნალისტი და წერალი ეს არმაზ ახვლედიანი ესე ახალი თაობის შემოქმედი და არაჩვეულებრივი წიგნის ავტორი. აი, ნამდვილი საჩუქარია, ვისაც ფეხბურთი უყვარს, მოკლედ და რა ახსენეთ ევროპის ჩემპიონატი, აი გაგახსენდება ისეთი დეტალები, რომ ვერ მოწოდები ამ წიგს და აკა მორჩილაძის. კი, ჩვენს გამოგიგზავნეს სხვათა შორის ეს. კი, აუცილებლად წაიკითხეთ, აუცილებლად. გადავიდე შემდეგ წიგნებში. კი ბატონო, გადავიდე. რომელია საერთოდ ხომ მოვასწრეთ, ჯერ ხო გვაქვს? კი, ჩვენ დრო გვაქვს, თქვენ როგორ გაქვთ? ჩვენ შეზღუდულები არ ვართ საერთოდ. ჩვენს მე არაფერი გადაცემა არ იწყება, რაღაც ეკვან ვარსკვლავები და ვინ არის და რაღაცა. შეგვიძლია? სადამდე შეგვიძლია ხო? მე არა, იმიტომ რომ 2-5 წუთი. როგორც მოგახსენეთ, ძალიან კაცრი, სასტიკი და დაუნდობელი პროდიუსერი, რომელსაც შევაპარე რომ წიგნები
გოლი მიმაგდა 1 საათზე მეტი იქ არ ვიქნები მეთქი და იმედი არ დამსჯიან და არ დამაჯარიმებენ. იმედია ჩვენც იმედი გვაქვს. წვალება არ იქნება. რახან ვახსენე ესე იგი რადგან როგორც თქვენი შვილის დამსახურება რომ აქ თქვენ ხართ. ანაკო ხო ის მაინც ბრძალ შულები ბრძანებელი ხალხი. კი, ჩვენგანაც გადაგიხადოთ, რომ ის არის საინტერესო სტუმრები. ზოგადად არ მოდიან ხოლმე. გიორგი, ესა მიკროფონთან, მაინც, რა არიცი? ამ ხელა ზღვა გამოცდილება და ხო. ხო, ხალბატონი ნონა გაფრინდაშვილი რო იყო და სხვა სტუმრები, სერიოზული სტუმრები როც არიან, ცდილობთ ხოლმე რომ მე სხვა სერიოზულ სტუმარს ეს ნაკრები გვაქვს და ამ სტუმრებს უყურით ხოლმე მარტო, რომ აი ნინკებს რა. თქვენი სტუმრო გამოგვადგებენ ხა სხვა ადამიანების დასათანხმებლად, რომ შეატო არ მოდიხარ ვერ გავიგე. სერიოზული სტუმარი ყავს, რომელიც შეგვიძლია ნებისმიერი ადამიანის მოსაზრად გამოგიყენოთ. მე სხვა შორის ნონა გაფრინდებს ხომ მოგიყევით რა მაგარი ისტორია, ყველას უყვები ხოლმე და გავიმეორებ. მოვხვდი ბათუმში, იყო საჭადრაკო ოლიმპიადა. ეს რამდენიმე წელს წინანდელი ამბავია და სხვა ხალხი ჩამოვიდა. უამრავი ხალხი რა მოკლედ და შევესწარი შემთხვევით ასეთ თეატრებში დამსახურებით ჩემი მეგობრის ხონთაშოს იქ აღმოჩნდა და ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. მოკლედ სხვა ხალხი რა მთელი მსოფლიო ჩამოვიდა ბათუმში სპეციალურად შენობა ააშენეს მაგ ჭადრაკის ოლიმპიადისთვის. ეს დაახლოებით 6-7 წლის წინანდელი ამბავია ხა ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ მახსოვს მაგარი ამბავი. და უცებ ხედავ რაღაც ჩოჩქოლია და ხალხმრავლობაა და მივედი და რას ხედავ. ნონა გაფრინდაშვილი 5-ჯერ მსოფლიო ჩემპიონი და მაია ჭიბურდანიძე 5 გზის მსოფლიო ჩემპიონი ერთად განა და ეს ჟურნალისტები ჩვენები და არა მხოლოდ ქართული ეხვეწებიან რომ იქნებ ერთი პარტია ითამაშოთო. ამ ხანაგური დასხდეთო, გამზადებული ჭადრაკი და ორი სკამი მოტანილი აქვს და ემუდარებიან რომ იქნებ ითამაშო და ვერაფრით არ დაითანხმეს. ნონა თანახმა იყო ქალბატონი ნონა და მაია ჭიბურდანიძე ვერაფრით არ დაითანხმეს და არა გამორიცხულია და რომ დამთავრდა ეს ჩოჩქალი იყო ტილი და დამთავრდა მე რომ დაიშალა ეს ხალხი და გამოიყო ამ იმას რა ქვია ხალხმრავლობას მაია ჭიბურდანიძე მივედი და ისე დამაინტერესო რატო არ ეთამაშა და მე ვთხარი რომ ესა მაია მეთქი დიდი ბოდიში ასეთ რამეს გეკითხა რატო არ რა მოხდა რომ გეთამაშათ მე ვერ წარმოვიდგენთ რა ჟილკანონა გაფრინდაშვილი 5 გზის მსოფლიო ჩემპიონი ჟილკანონა ვერ მოიგებდა ის არ მეყო მაგას ოფიციალურ თამაშებში რომ იძულებული ვიყავი ვეთამაშ არაფრით არ ეთამაშა რამდენჯერმე ვეხუმრე იმაზე პინგ-პონგზე და მითხრა რომ აქ გააქვთ პინგ-პონგზე ძალიან აზარტულია ხო ვიცი და აბა მე მგონი ბილიანში და მე სხვა შორის აი მე ძალიან აქტიურია აი მე სულ გიორგი ლანძღავენ და მაკრიტიკა ნუ ბევრი მაგრამ ყველაზე მეტად ლანძღავენ იმის გამო რომ სულ ვიმეორებ რომ ქართულებზე ნიჭიერი დედამიწაზე არავინ არ არის ანუ მე ხო არ ვამბობ რომ ყველაზე ნიჭიერი ჩვენ ვართ მაგრამ ყველაზე ისა ყველაზე ჭკვიანები ხო არ ვამბობ მაგრამ ყველაზე ნიჭიერები ჩვენ ვართ ამის დათვლაც კი პროცენტულად ძალიან ადვილია მაგას კაი მაგალითი გაქვთ ხოლმე იმაზე დინამო სტადიონის საპირფარეშოზე საპირფარეშო ეგ რა ტკივილი ნიჭიერები ვართ მაგრამ ჭკვიანები არ ვართ იმიტომ რომ ამდენი ადამიანი 80,000 კაცი ეტეოდა ადრე ხო და ერთი ტუალეტი იყო იმ ტუალეტში რა დამავიწყეს იმ ტუალეტში შესული ვარ იმიტომ რომ სხვა გზა არ მქონდა და იმ ტერმა ხო და მაგას ვიყენებ ხოლმე სულ ბოდიშკა გაწყვეტენ მაგას ვიყენებ ხოლმე სულ მაგას რომ აი ჭკვიანები არა ვართ მაგრამ ნიჭიერები ვართ და აი ორგანიზების თემა რა აი საათს არ მივდივარ ორგანიზების პრობლემა როა ყველგან მაგრამ ქელეხში რო არა რა რომ ქელეხში ეგრევე აი ფეგურცაც რო ეგრევე თამაშობდეთ თუ აი თევზზე რო ვიღაცა გარბის ეგრე რო ისოდაც ვიღაცა თავის საქმე იქნებოდა იდეალური ალე ჩვენი მე გეტყვით რის გამოხდება ორი მიზეზი გვაქვს ობიექტური სუბიექტური ნუ სუბიექტურში ახლა ჩვენი ხასიათის თავს ბევრი რამ ობიექტური ის არის იმდენ ხანს ვიყავით დაპყრობილი ანუ იმდენ ხანს ცხოვრობდით ცხვის კარნახით რომ ჩვენ საკუთარი ცხოვრების ორგანიზება უნარები დაკარგული გვაქვს ერთადერთი ახლა ქელეხში რატო გვაქვს ეს რომ პროფესიონალები ვართ ქელეხის დროს რატო იმიტომ რომ რასაც გვაცლიდნენ სიცოცხლე ჩვენ არ გვაცლი ეს იყო სიკვდილი მკვდარი ქართველი არ იყო არც ერთი დამყრობელისთვის საშიში ამიტომ მოგიკვირდათ ვინმე მიხედეთ მაგის დაგზავნა სიცოცხლის და წესებს ჩვენ არ გვაცლით ამიტომ ჩვენი ენერგიის ჩვენი ნიჭის კონცენტრაცია მოხდა ქელეხებზე გარდაიცვალა ჩვენი მეგობარი რომელსაც მე პირად ალეკო სარალიძე ლეგენდარული ადამიანი რომელსაც მინდა რომ წიგნი დავწერო ანუ ადამიანი წიგნი მართლა უნიკალური ადამიანი ზესტაფონელი იყო და მე შევესწარი ერთხელ ზესტაფონში ვიყავით მასთან და მითხრა რომ წამომყევიო მე თავი კაცი ვარო ხო იცით იმერეთში თავი კაცი არის ვინც სამზადის უნდა დავხედო ეს ტერმინები უკვე მომეწონა და წავედით ეს
გავყევი და მან თქვა ეს მისი ფრაზაა რომ იქ რაღაც ფრაზები უთხრა მე ვერ გავიგე რა შეუნებოდა მაგრამ რომ გამოვდიოდით იმა ცოტა გაბრაზებული იყო და იმა დაუბარა მოადგილე ვინც ყავდა იმას დაუბარა რომ მოხსენი თევზიდან ორი კაცი და ლობიოზე გადაისროლეო ოღონ ამას ისეთი პასუხისმგებლობით, ისეთი სიყვარულით, ისეთი რწმენით აკეთებდა, რომ იფიქრე ღმერთო, აი სხვა საქმეებში რომ ასეთი კაი ორგანიზებული და მე ეს ხო მართლა მე თვითონ რასაც ვარ შესწრებული ადრეს რო არ იყო ხოლმე საბანკეტოები, სახში ხო იმართებოდა ხოლმე 40-იან ქელეხი და ესეთი რაღაცები. ნუ ხო ვისაც ეზო ქონა სეფე ყველგან ხო არ იყო და ეხლა ვაკეში ვარ შესწრებული, რომ იძულებული იყო სახში უნდა გაეკეთებინათ. და მაგ დროს ჩდებიან ხოლმე ზე პროფესიონალი ნათესავები. რომელიც შეიძლება ვერ ნახო, გავაწლებია და ვერ ხმა, მაგრამ ვიღაცა რო კვდება, ის აუცილებლად მოდის. ის კარნახობს, რომ ეს დეტალია საჭირო ის, ანუ ის ზე პროფესიონალი, აი Pulp Fiction-ში როა ის რომ მოყავთ. აი ეგ მოყავთ. ხო და ის თვითონ მოდის, ეგეთი ნათესავი და იმან თქვა, იმას კითხა ჭირისუფალმა, აქო რამდენი ოღონ цаრიელი დიდოთახში, რამდენი კაცი დაჯდებაო და ასე მოავლო თვალე და 112-იო. ბიჭო, ვიფიქრე, 115 თქვა, ან 110, 112, 112 რო ჩასვეს, ვერც ერთი კაცი ვეღარ ჩააკვეთეს. კაცი ისეთი პროფესიონალი, ანუ სხვა რამეში რო ასეთი პროფესიონალი, რამდენი დიპლომები გვაქვს, რამდენი ფურცლები გვაქვს და პროფესიონალი გვაკლია ყველგან. აი ხელოსანიც კი ჭირს არათუ კაი დეპუტატი და მინისტრი. ხელოსანს ვერ შევულოთ პროფესიონალი. დიპლომები სად წავიღოთ, სად შევიტანოთ არ ვიცი, მაგრამ პროფესიონალიზმი აღმოუჩნდით, დამოუკიდებლობა რო აღვადგინეთ. ეგ მაგ პრობლემამ გვიმუხტა. სხვა შეს დიდი რეზო თაბუკაშვილი ამბობდა და მაშინ ხო იცი ისე გეჩვენებოდა რა ჯერ არ ვიყავით, ხო იცი ეგიმებოდა ადამიანს. ამბობდა რომ დამოუკიდებლობას კი დაუბრუნოთ, მაგრამ პროფესიონალები რო არ გვეყოლება, რა ვქნათ? იმიტომ რომ თავარი პროფესიონალიზმია. მართლა ეგრე აღმოჩნდა, ხო იცი წინასწარმეტყველებით კი ამბობდა. ხო და ეს სამწუხაროდ ნუ ესია ჩვენ ბევრი არ გვაქვს. ეხლა რაც შეეხება დინამო სტადიონს, ეს კარგი მაგალითია, როგორ არ შეგვიძლია ესე უნიჭიერეს ხალხი. ეგენი ეგ სტადიონი ვინც ააშენა დინამ უნიჭიერესი ხალხია, ქურდიანები, დინასტია. მათი წინაპარი ეგ არის მე მგონი მე-5 თუ მე-6 თაობა. ეხლა ვინც არის რა ქვია? ეხლა ვინც არის შემოქმედი აქტიურად რა, ანუ ეხლაც მე მგონი მათი ის არის რეკონსტრუქცია. ხო და ესე იგი მე-19 საუკუნეში დაიწყეს ამ ქურდიანები, ეგენი მულახელი სვანები არიან და დინასტია ქონდათ თეთრი ხარების თაყვანისმცემელი ხალხი. ეს ძალიან საინტერესო ისტორია. პროფესიონალი ქართველი არქიტექტორები იყვნენ ქურდიანები და აი დავით კლდაშვილის ძმა სიმონ კლდიაშვილი. აი უნივერსიტეტი ვინც ააშენა. ანუ მათ დაიწყეს არქიტექტორ, ჩვენ მანამდე ყავდა იტალიელი, აქ სულ უცხოელები ყვნენ, მათ დაიწყეს და გასაგებია რომ ეს, მაგრამ ეს მართლა მეც სულ მაინტერესებდა ბავშვობაში პირველ თუ სტადიონზე მოვხვდი, ხო გავგიჟდი, იმ თამაშზე ვიყავი, დოდუაბაშის ზემო რომ ბურთი გამოიტანა 76 წელი რეკონსტრუქციის მერე, მაგრამ თელს იმას რა ქვია, გასაგებია პირველ ვერსიას იქ არავინ არ მოთხოვა რომ ადამიანია, იმიტომ რომ 38 წელს გაიხსნა ეგ სტადიონი. 37 წელს, ბოდიში 1936 წელს. ანუ მე მოყვა დაიწყო 37 წელს ბასკეტბოლის რო ვითამაშეთ უკვე იყო ეგ სტადიონი, ერთ ბერიამ ააშენა. მაგრამ ბერია ხო არ ეტყოდა ადამიანი გაითვალისწინებდა. თითო ადამიანს ორ ადამიანს მაინც გქონდეს ერთი ტუალეტი. ამიტომ 80,000 ადამიანი შესვენებოდა ერთ ტუალეტში უნდა შესულიყო. იქ რა მოხდებოდა ხო წარმოგიდგენთ. ხო და ნუ მოკლედ მადლობის მეტი მაგის თქმა მინდოდა ქურდიანებთან არაფერი არ გვაქვს სამადლობო. ხო და რაც შეეხება ნიჩს და იმას, აი მართლა ეხა ინდოეთში ხო სულ ყავთ რამდენი მილიარდზე მეტნიანი და 3 ოლიმპიური ჩემპიონი და ჩვენ ყველა სოფელში ყავს მინიმუმ 3 ოლიმპიური ჩემპიონი ერთი ბეწო ქვეყანაში. აი შენ გორში მაგალითად. ნონა და გორში მithumet. ნონა და მაიას ამბავი ხო უნიკალური რომ 30 წელი ხალხო რამხელა თელს დედამიწაზე 8 მილიარდში პირველი ხუთეული, ანუ ყველაზე მაგარი მოჭადრაკე ქალების იყო ქართველები. პირველი ხუთეული მეტი რა უნდა დომინირება იყოს. რომელი ქვეყანა შეძლებს ამას? 30 წელიწადი. მერე კი გაჩნდნენ ჩინელებმა. ჩინელი არის რამდენი მილიარდი? გაჩნდებოდნენ, მაგრამ იქნება. რაოდენობრივად ანუ მათემატიკაში მოგიგეს რა, ბევრში. მაგას ვიძახი თორემ პროცენტულად ჩვენზე ნიჭიერი არავინ არ არის. მე ხო არ ვამბობ ჭკვიანები ვართ. ქალებში რატო ვიყავით ჭადრაკ შეგეძლიერები და კაცებში არა, ეგ არის აი ამერიკაროა ფეხბურთში რა, ქალებში სამაგრები არიან. სოფლის ჩემპიონები არიან. ნუ ბევრი ფაქტორის გამო ხო შეიძლება ბევრი ფაქტორის გამო ეხლა ისეთ სპორტად კაცი. არა, ცოტა ისე ამ ხელა კაცი იმდენი სადღეგრძელო გაქვს დასავლეთ დაჯექი და ისა აგორავე. არა გირი ამართლა. ანუ ხო ჩვენ ვიზახობ მარინა პირველი ხავს კიდე ქართველი ქალი, რომელიც წყალქვეშა ნარდს თამაშობს. ვინ ყავს? მარინა პირველი არის. სვანია? ალბათ იფარიდან.
პირველები სვანები არიან წყალქვეშა ნარდი რა არის? წყალქვეშა ნარდი, ჩემი თვალით მაქვს დანახი, საბერძნეთში ვიყო მგონი. ეს ხალი? წყალქვეშა სიმძიმეებს იბავენ, ესე წყალში იძირებიან. ისეც კარგად თამაშობს ხმელეთზე. ხმელეთზე თქვა თამაშობს ისე. მე მაშინ ეგ რომ მითხეს, მე მგონა რაღაც ხუმრობით იძახიან და თურმე რა ხუმრობით ეს სიმძიმეებს იბავს, ეს ხალი იძირებიან წყალში აკვალანგებით და იქ მიდის ნარდის თამაში. ეს მე არ ვიცოდი გიორგი, მაგრამ ნარდის. ნარდია. ნარდი არის ხო? წყალქვეშა მიდის. აბა ისე ვერ გააგორებ. დეივი ჯონსის ეკიპაჟზე რო თამაშობენ. ხო, კარიბის ზღვის მეკობრეებში. თან ეს ნელა ხო ხდება ეს ყველაფერი. თან ამ ყველაფერს უკვე გვერდით არის კამერა რა და აი ცალკე სიგიზია. არის ხო? და ნამყოფი ვარ მან აი ვიჯერებ. პირველები არიან სვანები, იფარის თემიდან და ზემო სვანეთი. ეს თუ ნამდვილი ამბავი მე პირველად გავიგე. ეს ჩემ თეორიას ამტკიცებს, რომ სვანების განსახლების არეალი გაცილებით დიდი იყო, ანუ ზღვაზე გადიოდნენ. მარტო ხმელეთის ხალხი კი არ არიან სვანები. ეს არის უძველესი ცივილიზაცია, რომელიც ზღვაზეც გადიოდა. მაგალითად, სოხუმის სახელი არის სვანური. ცხუმი არის სვანური სიტყვა. სვანურს ახლაც არსებობს. სვანეთში ცხუმარი. ანუ სვანური სიტყვა რატო ერქვა? რატო არის სვანური ტოპონიმი ზღვისპირას? თუ იქ სვანები არ ცხოვრობდნენ, რა თქმა უნდა. ეს ძალიან დიდი მადლობა, ეს ძალიან მომეწონა, რომ ეს ხმელეთიც მაგათია და ზღვაც მაგათია. მე ხო და მე არ ვიცოდი, ჩავედით იქ რომ ქართველები მიდიოდნენ ნარდის სათამაშო. კი ბატონო. გასწონდა და უცებ რო თქვეს რომ მარინა პირველი წყლის ყველაფერში მაგრები ვარ ჩვენ დამიჯეთ. ვერ მივხვდი. ყველაზე ნიჭიერები ვარ დედამიწაზე და აი სულ მაგაზე გამომლანძღავი და დაითვალონ მართლა რა უნდა მაგის დათვლა. აი წყალქვეშა ხო ჭადრაკი, აი წყალქვეშა ნარჩიც რო ქართველი ქალი იქნებოდა მე აი არასდროს მეგონა მართლა რა. არა საერთოდ წყალქვეშა ნარდი რო არსებობდა ეგეც არ მეგონა რა. იცი საინტერესო აი ხო არა ნარდი ვიცი გია პირადაშვილი რო იქ ხო და იქ ეხლა ჩემი მეგონა აქ საქართველოში იგივე იყო კონდი იქ რა. მე არ მეგონა ჩვენთანაც ჩატარდა წყალქვეშა? არა ეხლა ჩატარდა უბრალოდ სოფლიოში ხმელეთზე და იქ იყო ეგ შოუს ნაწილი რომ იქ ჩაძირეს ეს მოთამაშეები და იქ თამაშობდნენ რა. ოღონდ საინტერესო ის იყო ორი კი იძირებოდა. ბევრი იძირებოდნენ და კადრი იყო ეგეთი რომ ბევრი ადამიანი წყალში ზის და იქ მიდის გორაობა ნა. ის ჟანგბოდი და ის თავისთავად მომარაგებდა. თუ გაგორების მერე ამოყვეთ თავი და კადრი არ არის. ვა რა საინტერესო. გაჩვენო ეგ კადრი. ხალხი რას არიგონებს, როგორ არ იმუშაობს არა? ოღონდ სამსახურში არ წავიდეს. სამსახურში არ წავიდეს. ჩვენს ეგრე მოვიგონეთ ეს YouTube-ზე რაღაცები რა, პოდკასტები და მაიმუნობები რო. მე არ იმუშაოთ. გიორგი, არა უშავს, მე რენახო. უკვე ძალიან დამწყა აქ და მე მგონი ამოწყდებით უყველა კი მოვასწრებ ხო კიდე რამდენი კი მოვასწრებ ხო ესე იგი ეს წიგნი ვახსენე გიორგი გორგოძე იგივე გია გორგოძე სხვა შორის ფეხბურთის სანამ საქართველოს ასეთი ნაკრები ეყოლებოდა ასეთი წარმატება ექნებოდა ევროპაზე და როგორც უკვე გავიხსენეთ მანამდე მან შეძლო და ესე იგი რამდენიმე წლის განმავლობაში გამოსცემდა საფეხბურთო ჟურნალს 10-იანი ხო თუ გავსო და არაჩვეულებრივი წერილი იყო ხოლმე მეც ველოდი ხოლმე ხო ის როგორც თვეში ერთხელ რომ გამოდიოდა და ეს არის მისი წიგნი ბევრი წიგნის ავტორია სხვა შორის გია გორგოძე და ეს არის მისი წიგნი არაჩვეულებრივი წიგნია სხვა შორის ეხლა მით უმეტეს დიდ სიამოვნებას მიიღებს ნებისმიერი ადამიანი ვინც უყურებს მსოფლიო ჩემპიონატს და დარდობს ჩემსავით რომ საქართველოს ვერ მოხვდა იქ იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ რომ ხვიჩა კვარაცხელია რომ საქართველოს ნაკრებთან იქ მოხვედრილიყო ჩვენები აი აღმოჩენა იქნებოდა როგორც ეს ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა მთელი მსოფლიო სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა ხვიჩა კვარაცხელიას და ჩვენ ბიჭებს დიდი მადლობა ეს არის მართლა ვარსკვლავური გუნდი და ხვიჩა კვარაცხელი არის განსაკუთრებული მოვლენა მინდა ვთქვა რომ მადლობა ეკუთვნის ყოველ ჯერზე როგორც კი ვიწყებ ქართულ ფეხბურთზე ლაპარაკს იმიტომ რომ ხვიჩამდე და ამ ბიჭებამდე უამრავი ქართველი ტალანტი გაქრა სწორედ იმის გამო რომ ჩვენ ნიჭით სავსე ხალხი ვართ მაგრამ ყოველთვის არ ყოფნის ჭკუა და გონიერება რომ სწორად გამოვიყენოთ ჩვენი ნიჭი იმდენი ტალანტი ყავს დაკარგული აი ფეხბურთს ვისაც იცნობთ მწვრთნელებს ის არა ქვე ფეხბურთში მომუშავა კითხეთ რამდენი ტალანტი გაქრა როგორც კი იყიდა პირველი მანქანა პირველივე ხელფასით გაქრა მისი ტალანტი იმიტომ რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა ახალგაზრდა ქართველმა უნიჭიერესმა ვერ გამოიცნო რაც გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიამ და მისმა თაობამ რომ
თავარი ბედნიერება არა პირველ მანქანაშია, ან მანქანაში საერთოდ, არამედ გამუდმებით განვითარებაში, გამარჯვებისკენ სწრაფვაში და მუდმივად წარმატებაში. ყოველ დღე უნდა გაიმარჯვო და წინ წახვიდე, რასაც აკეთებს. სხვადასხვა ბავშვებისთვის რა მაგარი მაგალითია ქუჩა კვარაცხელია, რომ ყველა სფეროში ეს ხომ მარტო ფეხბურთს არ ეხება, ფეხბურთი უბრალოდ თვალსაჩინო და მასიური სანახეობთ, რომ რა პროფესიაში სწავლა აირჩიო, აი უნდა გახდე ქუჩა კვარაცხელისავით, ყოველ დღე უნდა განვითარო. სხვაშორის გავიგე რომ ქუჩა კვარაცხელის აღარ ყავს აგენტი და აი სიამოვნებით ვიქნებოდი, მეც გასავით დაუსაქმებელი ვარ, სამსახურში მე არ მიღებენ. ვიქნებოდი ქუჩა კვარაცხელის აგენტი, ოღონდ სიამოვნებაში ქუჩა კვარაცხელის აგენტი კი არ ვიქნებოდი, მხოლოდ საქართველოს აგენტი ვიქნებოდი, იმიტომ რომ ქუჩა კვარაცხელზე არის გენიალური საშუალება, რომ საქართველოს როგორც ფენომენი, როგორც ცივილიზაცია, მისი კულტურა, მისი არქიტექტურა, ლიტერატურა ყველაფერი რაც ჩვენთვის საამაყოა და ძვირფასი რომ თელ მსოფლიოს გავაცნობთ. ელჩი გახდეს ხვიჩა მაგვალა. ხო, მაგას ვიძახი რომ ამიტომ მართლა დავფიქრდი რომ რა შესაძლებლობა მექნებოდა რომ თელ მსოფლიოს შევაწუხებდი საქართველოს ფენომენით რომ გავხდე ხვიჩა კვარაცხელის ის აგენტი და თუ ვისარგებლოში გავხდები არ გავხდები მაინც მადლობა სულ ეკუთვნის და ნამდვილად სულ იმსახურებს ნამდვილი დღესასწაული. მოკლედ ეს არის ამბები რომელიც აი ხვიჩამდე ხდება. ესე იგი ხვიჩას მერი ამბები ესე იგი რა კაი საკითხავია საზაფხულო საკითხავი რომ ეს არის არმაზახვრედიანი სოციალური კედელი მაგრამ მანამდე ესე იგი ქრონოლოგიურად ესე იგი გია გორგოძე არის ესე იგი არმაზის მამების თაობა და მისი ფეხბურთი იწყება ესე იგი პირველი ფეხბურთზე როგორ აღმოჩნდა პირველ თამაშზე ბავშვობის ამბავს ყვება იმ ჩვენს ლეგენდარულ დინამო სტადიონზე და კიდევ ერთხელ ქურდიანებს მადლობა მიუხედავად ტუალეტის დარდისა რომელიც ყველა ქართველს აქვს განცდილი. ყველაზე მაგარი იყო რომ სტადიონზე მუშაობდი მე ცოტა ხანი და მამაკა კვარაცხელესთან ვიყავი და რაღაც მუზეუმის გაკეთება უნდოდა მაშინ და ბარელიეფი სადაც აი არის რომ ააშენეს ქურდიანებმა ეს სტადიონი ისეთ ადგილზე იყო რომ ანუ ვერ ნახავდი აი ყველას გამოსაჩენე რაც ყოფილიყო რომ აი არქიტექტორი ვინა ისეთ ადგილზე იყო აი რაღაც ეფარებოდა რა აი თუ არ გადაკექავდი და არ მოსიზამდი მაყურებელიც რომ შედის იმ ტრიბუნაზე ვერ ხვდება სადაც ეგ იყო რა და მამუკა მაშინ ეგ თქვა რომ ანუ ეს ხა უნდა იყოს გამოტანილი გამოჭიმული როგორც ბორის პაიჭაძე ძეგლი ხო რა საკურველია ხო და ეგ დამალული იყო ეგ სად არის მამუკა რამდენი ხანი არ მინახავს ხო მეც კაი ხანი არ მინახავს მაგრამ მოვიკითხავ ხო და მოკლედ ეს არის წიგნი ესე როგორი აი სხვა ისეთი საინტერესო ამბები ამ წიგში გარდა ფეხბურთისა თვითონ ამბები რომელიც ახალმა თაობამ აღარ იცის უკვე და წიგნებში შეუძლია ამოიკითხოს და ნუ ხა მეც ძველი ფილმების ნახვა იმიტომ მიყვარს ქართულების რომ გამოჩნდება ხოლმე ხო იცი ძველი თბილისი და ძველი საქართველო კადრებიც იმიტომ რომ ხო იცი წაგულეკა ჩვენ ფულმა დავამარცხა გაგვანადგურა რა ვერევით ხო ხედა მიგვა ბეტონეს ულამაზესი ქალაქი აქციეს აი ტანჯვათ რა კინაბეტონად მიგვა კორპუსეს და ნუ ვერ ერევა ადამიანი ფულს ეს მარტო ჩვენთან არ ხდება მაგრამ ნუ ჩვენთან განსაკუთრებული რამე მოხდა რომ ჩათვალეს რომ ფული არის მთავარი და როგორ გაუწიოთ წინააღმდეგო არც ვიცით მოკლედ იმ ძველ ფილმებში ვაკვირდები ხომე აი სანამ დაიწყებოდა თბილისის გაქრობა როგორი იყო ჯერ კიდევ დარჩენილი იყო სხვათა შორის ნუ 100 წლის ამბავს არ ვყვები აგერ 40-50 წლის წინ განსხვავებული ხო და თუმცა საბჭოთა პერიოდში მთავარი დაკარგვა მოხდა რა აი მთავარი განადგურება აი თბილისი რომელსაც აღწერდნენ შუა საუკუნეების ან მანამდელი და მერმინდელი ავტორები მოგზაურები ისტორიკოსები ის თბილისი დაუკარგეთ საბჭოთა პერიოდში სხვათა შორის და ამ წიგში არის ეს ამბები მაგალითად აი გამოთქმები და ეს მაგალითად ამ ეს წიგნი ვარ წამოგიხა ვერ აღმოვაჩენდი ჩემი ბავშვობის გამოთქმა იყო რომ ხიე პახტაკურს რას ნიშნავდა რომელ თამაშზე დაიბადა ეს გამოთქმა და რატო ეს არ ვიცოდი სულ მაინტერესო ეს კარგი სახალისოა ხო იცი წერილების ხალისოა ხომ ეტიმოლოგია საიდან მოდის ფრაზების სიტყვების გამოთქმების ხო იცი კაი გასართობია წერილიც ხო უნდა ერთობოდეს თქვენი ხო და სულ ხალისობ ხოლმე ესე ვიკვლევ ეტიმოლოგიას და ეს არ ვიცოდი საიდან მოდიოდა ესა რა ქვია ხიე პახტაკურს ნუ მოკლედ ეს მაგალითად მომყავს უბრალოდ მადლობა მინდა უთხრა გაიგებთ ვინც წაგიტყო რას ნიშნავს კონდიციონერი ხო ჩავთო ცოტა ხან ძალიან დაცხა და ხმა შემოვიდეს ჯობია უკვე არა ის ჩავთოთ ბიჭო იქითა ის ჩავთოთ და всё პრობლემა ძალიან მიაჭი რამდენი ხანია რაც ვლაპარაკობ აი სად 50 წუთი ხო არა მოუწყდეთ ხალხო არ დამაჯარიმონ უცებ იმას ვიტყვით ჩაგეჭრებით რომ Red Bull-ის ივენტზე ბეცონის ხადაჭერის იდეაში უნდა ავაწყო მარტორქა Red Bull-მა დაგულოცა Red Bull-ის ივენტი ეს რომ ეშვებიან ხოლმე თავის ხელნაკ მარტორქა უნდა აწყო ხო
და ჯიმ კერის ინსპირირებულია? იბადება მარტორქიდან. ხო. მე უნდა დავიბადო იმის მაგინო, აი. არ გამოპაროთ ექსანახაობა? ხო და ტიტული უნდა იყო რომ გადმოხტები. მიცენა ხოლმე რომ ყურადღება არ მომაქციო და ჩემში თქვა. კანიე ვესტის სოლივით უნდა ჯვარი მეწერს რა. წარმატებები სურებ გიორგი. წარმატებები. ამ ბოლაში. იყო იმ მანქანაში, მაგრამ ყალამ ფიზიკოდ ვერ გამოეტევა მარტორქის უყრიდან. დაიბადება მარტორქიდან და ამიტომ მიწევს რომ მე დავიბადო და ცუთხეულსაც დაიდება ეს ვიდეო აწყობის. წარმატებები. გავაგზავნოთ ციგნებზე ისევ. ხო. კი ბატონო, გავაგზავნოთ კიდე ერთი ციგნი, ესე იგი საზაფხულოდ და საფეხბურთოდ და საჩემპიონატო ახლახანს გამოვიდა. სხვადასხვა ეხლა აი წამომწდა ხო იცი მეც ადამიანი ვარ წამომწდა ამას დარდობ ხოლმე იმიტომ რომ ერთადერთი ხალხი ვარ ვინც შეიძლება იზრუნოს ამ ენაზე ჩვენს მშობლიურ როგორც რუსთავლენებს ტკბილ ქართულზე სხვა არავინ არ დაიცავს ჩვენ ენას და ძალიან ბრაზობ ხოლმე რომ ადამიანები არ იცავენ და პირიქით რყვნიან და ცვლიან ქართულ ენას განსაკუთრებით მინდა მივმართო რა ხან სოფლიო ჩემპიონატია ჩვენი საფეხბურთო მატჩების თამაშების წამყვანებს ხო ეს არის წარმოუდგენელი რამე რომ არ ფთხილობენ არ ითვალისწინებენ იმას რომ მთელი საქართველოს რამდენიმე მილიონი ადამიანი მშობლიურ ენაზე მათ უსმენს და არ შეიძლება რომ არ მოუფრთხილდნენ ამ თამაშის წამყვანის დროს ანუ ინგლისურ ლექსიკას და ასე ბევრი ეს არასწორი ეს ეხლა ბოლოს დაიწყეს ისა რა ქვია კიპერი კარგით რა სირცხული არის ჩვენმა საუკეთესო ქართველებმა ნიკო ლორთქიფანიძე ნიკო ნიკოლაძე ილია ჭავჭავაძე კონსტანტინე გამსახურდია საუკეთესო თაობის საუკეთესო ყველაზე გონიერმა ქართველებმა დაამკვიდრეს მოუძებნეს შესატყვისები და დაამკვიდრეს ესა ქართულად ის ტერმინები რომელიც შემოიჭრებოდა და წაგულეკავდა ფეხბურთიც რომ შემოვიდა ფოთიდან მოგეხსენებათ ინგლისელებმა შემოიტანეს როგორც ანამჭედლიძემ თავის გენიალურ ფილმში მოყვა პირველი მერცხალი ამაზე ნიჭიერი მაგალითი რა უნდა იყოს რომ დედამიწაზე ვერ ნახავთ ფილმს ფეხბურთზე ამაზე კარგ ფილმს და თან ქალს რო გადაიღოს როგორც ნანამერჭელის ხო და ფოთიდან რომ შემოვიდა იმას თავისი ტერმინები მოყვა რასაკვირ ფრაზები მოყვა გასაგებია მაგრამ მოიფიქრეს ქართულებმა რომ გოლკიპერი კი არ დაერქმიათ მეკარე და მეკარი არის არა ვინგერი რო კი არ დაერქმიათ ისა რა ქვია გარემარბი ეს ნიკო ნიკოლაძეს და ილია ჭავჭავაძესაც უნდა უწევთ პატევი და ქართველი ხალხის უტკბილეს როგორც შოთა რუსთაველი იყო ინას არავინ არ დაიცავს ჩვენს გარდა ხალხო და სეივი რა უბედურება საერთოდ რა არის ეს ვინ მოიგონა რატო გონიათ რომ ვოდიში და კაი პონტია რომ ჩააკვეტებ ინგლისურ ისა სიტყვას თამაშის წაყვან ეს არასწორია მინდა ყველას ვთხოვოთ ჩვენ ვისაც მიყავს გადაცემები და ვინც თამაში ვინც აკომენტატორებს არის სიტყვები მე ხო არ ვამბობ რომ ვებრძოლოთ სიტყვას მაგალითად ინტერნეტს დამთავრებულია ინტერნეტთან დამარცხებული ხარ ვერ შეცვლი ვერ დაამკვიდრებ მე მინდოდა რომ დამემკვიდრებინა ხო იცით იმას ძაღლუკას ეძახიან უწოდებენ ლუკოკინა რო იყოს ეს რუსულიდან შემოვიდა და რუსებმა დაარქვეს საბაჭკა რა უბედურა ჯერ რუსები ძაღს ნახდათ არ გავს და ქართველებმა მე თარგმნეს და ძაღლუკა დაარქვეს მე მინდოდა დამემკვიდრებინა ან ნიჟარა ან ლოკოკინა გავს მაინც ვერ დავამკვიდრე იმიტომ რომ აი იმდენად დამკვიდრებულია უკვე არასწორი ხო და საბაჭკა ნიჟარა აი ხო როგორ გავს მართლა ლოკოკინას ნიჟარას და მაგის და სეივი რა გამოგონება ეს აი მართლა ვფიქრობ ვინ დაიწყო ამის დამკვიდრება რომ რა რისი თქმა უნდა რომ ინგლისური იცის რამდენი რა ლამაზი სიტყვა გვაქვს იმის მოსაყოლად და გადმოსაცემად როგორ მოიგერია მეკარენ ბურთი აიღო გადაარჩენ ასე შემდეგ რამდენიც გინდა ხალხო რო არ კონდეს ინტერნეტი გავიგე არა გვაქვს შესატყვისი და სეივი რა უბედურება მეკარემ განახორციელა სეივი რა უბედურება რა გჭირს რომ ასეთი საგანძური გვაქვს და ვერ ხვდებით რომ ჩვენი მოსავლელია და ჩვენი საზრუნავია არ ვიცი რომ გესმის მე ფაქტის დგები რომ ეს ყველაფერი აღწერო სწრაფად რო გიწევს რაც გახსენდება იმებს იძახი. სტატისტიკა გამოაქვთ ხოლმე ჩანს რომ 12 სეივი აქვს მეკარეს და მარტივად მე შენც ამბობ რა. გიორგი. ხო სიტყვათა მარაგი ხო უნდა ქონდეს როგორ ქართულად აღწერო. მაშინ თუ სიტყვათა მარაგი თუ არ გაქვს მეც სწავლა თუ არ გინდა და მეც ადინობა თუ არ გინდა მაშინ წადი სახში. მან დავარ მეც. სამაგოთ ინგლისური ვიცით. გავი წავდი ინგლისური გააკეთე. არა, მეთანხმები. ერთხელ დამპატიჟეს სკოლაში. და
აკაკის ამ ქალმა ვინც დამირეკა მითხრა აკაკის იუბილეასთან დაკავშირებით ბავშვი მოდები ძალიან გვინდა რომ თქვენ დაესწროთ მივედი და რა ვხედავ რა ესმის შემყურებს აკაკის ლექსები ჩააბულბულეს ინგლისურად და მოვიდა მე ეს ქალბატონი ის დავასახელებ რომ ისე როგორ მოგეწონოთ მე უთხარი ალბათ ჩინელები რომ დაგვიპრობენ მე ჩინელად თარგმნით აკაკის ლექსებს ქართული ბავშვი ინგლისურად რატო უნდა ყვებოდეს ბაირონის ლექსები წაიკითხოს ის რა დაისწავლოს ინგლისურად და აგერ შოტლანდიელებს გენიოსი ყავდა რობერტ ბერნსი ისწავლოს მაინც ინგლისურად თუ უნდა ის რა ლექსები ეს რა უბედურება ან შექსპირის სონეტები აგერ ხსენებული ის რა რეზო თაბუკაშვილის ეს თარგმანებია რა აკაკი წერეთელი ინგლისურად ეს ანუ ადამი მაგას ამ ყველაზე ნიჭიერ ხალხს რა ხშირად არ ყოფნის ჭკუა გაგიჟებული ვარ ტუალეტების არ იყოს რატო თარგმნეს ანუ არ ვიცი აი ყველას ვედი ეს ბავშვის ინგლისურის და თან ესეც და ეთქვათ ინგლისურ ლექსი წაეკითხათ არა იმათ ალბათ ეგრე დაიხსნას რომ თან ინგლისურის და თან ნაწარ არა ეს ხო გიორგი ეს ხო აბსურდ თუ გინდა რომ აკაკი ითარგმნოს ინგლისურად ეს გადასარევი საქმეა მაგრამ ექსპანსია თუ გვინდა ქართულ ბავშვს რა თუნდა პირიქით ქართულმა ბავშვმა ქართულად ისწავლოს აკაკი და რა ცოტა რუსთაველი მუშაობდი მაშინ გადაწყვიტე რომ ერთი თვე მელაპარაკა სლენგების გარეშე ერთი თვე და იცი როგორ ბულინგში ვიყავი მართლა აი ვცდილობდი ჯერ მე თვითონ ძალიან მიჭირდა ამდენ ტელევიზიაში ძალიან რთულია რა ის დენი მარტივი სიტყვა რატო გადაწყვიტე შენ აი ძალიან ვერ მოყვარდა არა როგორც ან მე როგორც გრაფიკოსი ისე ვიყავი როგორც წამყვანი არა რატო გადაწყვიტე რომ სლენგების გარეშე გესაუბრა ვიღაცები მაშინ გორიდან ახალი ჩამოსული ვიყავი და ეს უცხოური სიტყვები არ ვიცოდი რა და დავიწყე თავის დაცვა მაგით რომ ქართულით მელაპარაკა რა მიხვდი და ყველაზე კარგი ფარი იყო შენ მოგიყვდი მე ხო და რა ტანჯო ქონია გამოვლილი ხო ეს რაღაც სიტყვებს რო ისროდნენ მე მინდოდა რომ მე ქართულის მარაგი ძალიან მქონდა ბევრი გამორიცხული იყო და მე რაღაც სიტყვებს რო ვიძახე მე მოდიოდა ხომ იქ და ჰეითი მოდიოდა რამდენი შესაძლოა ქართულად ზღი სიძულვილი ეს 100 ამბობენ ხოლმე სხვა შორის ჩვენი ტელეწამყვანებიც ახლა მარტო ფეხბურთის სარგულის ხომ აი გადაცემების წამყვანებიც ხშირად სტუმარი ყავთ ხოლმე და ერთ სენსიტიურ თემაზე უნდა გელაპარაკო კარგი რა ინტერნეტს ვერ შევცვლით მაგრამ სენსიტიური რატო ხელოვნურად რატო შევქმნათ ჩვენს ლექსიკაში აი ეს გაუგებრობა რატო ხო ზოგიერთ სიტყვა რაღაც ენაში ახერხებს ხოლმე თქვი ქართულად რა ლამაზია სათუთი მგრძნობიარე 1000 სიტყვა გვაქვს რამდენი ენა გვაქვს იცი არ ვიყენებ თან და სხვა შორის გორის ქართული არის ჩვენი სალიტერატურო რასაც დაეფუძნა სალიტერატურო ქართული მისი წარმოშობა ძირითადად არის ეს გორის ქართული ეს არის უტკბილესი უგემრიელესი და იმახსოვს 10 რომ თავდება მაგალითად აი გიორგი მეც ხოლმე 10 ამთავრებს სიტყვებს ეს რამდენად არის მისასალმებელი სიმპათიკური 10 თუ ხო აი რაღაცა როგორ იცი ხოლმე გიორგი მოუთხარი ოთარ ჩხეიძის აგაკ ჩარჩენილი არა შენ და როსტამ ჩხეიძეს ორელებს ხო ის ქართლელებს ხო ცოტა ისეთ საუბარია ჯესით ეგ რაიბიჯო არის რაიბიჯო რა ეს არის ხოლმე მაგრამ ეგრე ლაპარაკობ გიორგი მეც ქართლელი ვარ და პირიქით ჩვენ შევქმნით საქართველოს და ქართულ ლიტერატურას ქართლებმა და მაგრამ მე გიждები ამ ჩვენ სიმდიდრეზე რომ ერთი ბეწო ქვეყანაში 71000 კვადრატული კილომეტრი ვართ ოფიციალურად. ერთი ბეწო ქვეყანაში 521 მარტო განსხვავებული ჯიში გვაქვს ვაზის. ეგეთ რამე დედამიწას და იმდენი დიალექტი გვაქვს, კილო გვაქვს. ნუ ბოლო-ბოლო მშობლიური ენა რამდენიმე გვაქვს სინამდვილეში რა და ეს დიდი სიმდიდრეა, რომ გვერდზე მეზობელ კუთხეში კარ, მეზობელ სოფელში გადახვალ და სხვა იუმორია, სხვა ხაჭაპურია, სხვა ღიმილია, სხვა სიმღერა, სხვა ცეკვა. ეგეთი დიდარი, ეგ გენიალური სამშობლო გვაქვს. აი გენიალური. ჩვენ ვერ ხვდებით როგორ გამოვიყენოთ, მაგის ყო არ ყოფს სწორედ. ბანდიში სხვადასხვა რო არის. შეჯიბ ერთმანეთს რო ვექიშპებოდით უმალ. არა, ეს ხო, ეს მომისმენი ეგ თეორია რომ მე არ ვარ მაგის მომხრე, იმიტომ რომ ესეთი გენიალური გამოგონება ვარ. იმდენად მაინც მიდრეკილი ვართ იმდენად პიროვნული ის გვაქვს, რა ქვია, ჭარბად. ახასიათებლები რომ ჩვენი კულტურაც, ჩვენი არქიტექტურაც, ჩვენი ლიტერატურაც, ჩვენი ღვინოც ასეთია. გვერდზე სოფელში გადახვალ გაგიჟდები, სხვა ღვინო შეგხვდება, სხვა იუმორი. ჩვენი უპირატესობა მაგას ამბობს რუსთაველი, რომ ჩვენ სამყაროს მოდელივით ვართ. ერთი ბეწო ქვეყანაში ყველაფერი ხდება, რაც დედამიწაზე ხდება. და წარმოუდგენელი რამ. სხვა შორის ეხა შორს წაგვიყვანს მაგაზე ლაპარაკი თორე აი ამბებს მოგიყვევოდი უკვე ვეღარ ვსუნთქავ ვეღარ ლაპარაკ ერთ წიგნს მოვასწრე პაპაზე და ბაბუაზე ქონდა ხოლმე ისა რა პაპა და ბაბუ არ არის საკითხი ორივე სწორი არის არის მე გეტყვით ადვილი ჩვენ კონსტიტუცია პირველად მივიღეთ
1921 წლის 21 თებერვალს პირველი კონსტიტუცია საქართველოს ისტორიაში. მაგრამ ამ კონსტიტუციის მიღებამდე სინამდვილეში მანამდეც ჰქონდა კონსტიტუცია, ჩვენი კონსტიტუცია იყო შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსა. და ჩვენს ძველ კონსტიტუციაში, ანუ ვეფხისტყაოსში წერია რო არის იკამათოთ გუშინგის შემახსენა ასე უცნაური დამთხოვა ბეჟან ხელაშვილმა სხვათა შორის შემახსენა 593 სტროფში. არის ეს კამათი რომ დამთავრდეს ხალხო აიღეთ კონსტიტუციაში რა გვიწერია ბაბუა თუ პაპა რა თქმა უნდა პაპა გარკვევით წერია რომ პაპა არის სხვათა შორის მარტივია რომ ის ბაბუა და ბაბა თურქ ოსმალეთის მერე შემოვიდა თორე არა ესე რო ყოფილიყო ჩვენ წყაროებში ხო იქნებოდა აგერ კონსტიტუციაში პაპა გვიწერია და ის გვიანდელი ის გამოთქმა ჩვენ რო გონია რომ რუსების დროს გაჩნდა რომ დათვი რომ მოგვერეო რახან დათვს რუსეთსა და ბაბაია და ეს ოსმალების მაგას სოლომონს ეუნებოდნენ სოლომონ პირველმა რო თქვა რომ ბავშვების გაყიდვა უნდა ავგზავნო მაგას ეუნებოდნენ დათვი რომ ხო იციო მეფეო დათვი რომ მოგვერეო ბაბაია უნდა დაუძ ანუ ოსმალეთ ხონთქარს როგორ უნდა აუჯანყდეთო ომი ხო არ გინდა ასე ეუნებოდნენ სოლომონ ორმი არ მინდოდა დედა უტირო იცით ალბათ რომ პატარა იმერეთმა ამხელა ოსმალეთის იმპერია დაამარცხა რო არ გეშინია და მართალი ხარ ეგრე არის მე მიკვირდა ხოლმე ის უბრალოდ რომ პაპა თუ არის მეთქი ბებია რატო ვთქო მაშინ რაღაცა ბაბუა და ბებია უფრო ერთმანეთს ერწყმის რომ უფრო ორგანოა ვიდრე ბაბუ ხო არა გარკამათო იმერეთში ისია არც საწყენი არაფერი არ არის რა მოხდა რომ დამკვიდრდა მე ანუ ბაბუას ვეძახი არაფერი დაუძახეთ კაცო პირიქით საღამ ყავს თორე დასავლეთ საქართველოს ქართველებისთვის პაპა დასავლეთ ქართველებისთვის ბაბუ არის ისეთი ტკბილი და გემრი რომ იმათ რომ აუხსნა რომ მოდი შევსროლ აზრი არ აქვს რა თქმა უნდა ღმერთმა მშვიდო პირიქით კაცო მე დასავლეთ ქართველებს საიდან მოდის ეს ბაბუას ვეძახი აღმოსავლეთ პაპას იმიტომ რომ ეგეთი არის ჩვენი სამშობლო კაცო ვერ ვიყ ყველანი აბა რუსთაველი რას ამბობს ყველანი გამსხავდები და ჩვენ ვართ გენიალური გამოგონება საქართველოს ეგეთი გრენდფაზერს უნდა დაუძახებთ და დაუძახოთ ბაბუა საქართველოს მაინც პაპა გრენდფადერ ნუ მივალთ იმდეს ნუ ვიკადრებ რომ გრენდფადერმა სეივი განახორციელა ალბათ რომ მოხუცდება იმის რა ქვია იმის გუთხრა კაბუ ბერდეს ისა მეკარისავით პაპა ჩემს გრენდფადერ შევეძგა ანუ ვერ მიხვდება და შეიძლება მაგინოს კიდევაც საგი ღირშიც იქნება საგორელია ერთ წიგსაც მოვასწრე კი მოვასწრე ვეღარ სუნთქავ ხალხო მეც ხო ადამიანი ხო და მოდი ორი ისი არ ძალიან გადავაჭარბე ხო და ორის ნახევარი არა ძალიან გადავაჭარბე ყველაფერს ვეღარ სუნთქავ ხო და ორი მამრი ავტორი წარვადგინეთ და ისი არ გამოგვივიდეს რომ გაიგონ რომ რაღაცა იმას რა ქვია სექსისტური ხო ქალებს ჩავგრავთ და მათ უფლებებს და ამიტომ სიამოვნებით წარმოგიდგენთ თეონა დოლენჯაშვილის სუ ახალ წიგნს მე მერსო და ეს ამ ფეხბურთის თანავარსკვლავში შემთხვევით არ მოხდა იმიტომ რომ წიგნის სიამოვნებაში არის რა თქმა უნდა საქართველოს ამბებია მაგრამ ალბერ კამიუსთან ერთად ამ გენიალურ ფრანგ მწერალთან ერთად რომელიც სხვათა შორის ფეხბურთელი იყო რო იცოდეთ და აქვს საოცარი ფრაზა ნუ ბევრი საოცარი ფრაზა აქვს ბევრი საოცარი წიგნის ავტორია მაგრამ აქვს საოცარი ფრაზა ფეხბურთთან დაკავშირებით მე ჩემშიო მე რასაც დადებით ჟურნალისტმა მკითხა ამაზე ჩემში ასე პასუხობდა ჩემში რაც არის დადებითი და პოზიტიური და კეთილი და ძვირფასიო ეს ფეხბურთის დამსახურებაო ფეხბურთელი იყო კი ბატონო და ამიტომ მისი პერსონაჟიც ამ წიგნის თეონას წიგნის პერსონაჟიც არ არის შემთხვევით ფეხბურთელი ხა სიუჟეტს აღარ მოგიყვებით მაგრამ ჩვენი თავგადასავალია ისე თანამედროვე საქართველოს ყველას გვეხება ჩვენ და ასე რომ ეს წიგნი მინდა მიულოცო და იმედია რომ ისა არა მოვწყდები და გამიშვებთ რომ რა თქმა უნდა არა რასაკვირველია პირიქით მადლობა კიდე რამეზე ხوار უნდა არა ხა ჩვენ დიდი სიამოვნებით მოგისმენდით კიდე და საათებით თორე მე კიდე მაგ წიგნები მე აქ წიგნები იმიტომ რომ დიდი სიამოვნებით მაგარი წიგნი მაქვს ერთი ბალემერცას ბარე იმიტომ რომ ეხლა დღეს თამაშობს მექსიკა და ამიტომ მექსიკელებს არაფერი არ გაახარებთ როგორც ამ წიგნის წაკითხვა და სხვადასხვა ამ წიგნს უკვე თარგმნიან ესპანურად და გამოსცემენ მექსიკაში იმედია მალე რომ ეს მექსიკელები ელიან ვინც გაიგო ამ წიგნის ამბები გადარეულებია და რა წერია ამ წიგნში ქართველი მწერალია თანამედროვე ლექსო პაიკიძე რომელსაც დაწერა გუატე ქვია ამ წიგნს ისტორია კაცობრიობის ისტორია პირიქით ანუ ყველამ ვიცით და ჩვენ ასე ვთვლით ევროცენტრიზმი მაგას ქვია რომ 1492 წელს მიადგენ ესპანელები სამი გემით ქრისტეფორე კოლუმბი და კიდე სამი გემი და აღმოაჩინეს ამერიკა ინდოეთს ეძებდნენ ხო ის ეგ სკოლის სახელმძღვანელობიდანაც კი ყველას გვახსოვს მაგრამ მისტიკში პირიქით ხდება რომ ესე იგი მექსიკელების წინაპარი აცტეკები ისე გავითარდებიან მე-15 საუკუნის ბოლოს რომ
ასწრებენ და ისინი ქმნიან ხომალდებს გემებს და ესენი რომ უნდა გავიდნენ ისინი მოადგებიან გუატი არის იმათი ლიდერი იმათი კოლუმ მოადგებიან სადმე დიხართ ანუ თავდაყირა აყენებს კასობრებს მექსიკელებისთვის ეს ისეთი მოვლენაა და ისეთი ერთი სული აქვს როდის წაიკითხავენ და ტარანტინომ როიც ხომ შეცვლა სცენარების ფილმებში და შოის საინტერესო რამე ამ ლექსოსაც მოუყევი და იმ მექსიკელებსაც მოუყევი რომ ჩვენი დიდი რეჟისორი გიორგი შენგელე არის ავტორი შესანიშნავი ფილმების და გადაღებული აქვს ასევე გარკვეულწილად იუმორისტული და სახალისო ფილმი ქვია სიყვარული ყველას უნდა თუ გახსოვთ ახლა ბავშვობაში მაინც მილიონჯერ მაქანა მილიონჯერ ხო და თვითონ მითხრა ბატონმა გიორგიმ ცხონებულმა რომ კაცო ეს რო გადავიღეო რამდენი კახეთში ჩავდიოდიო ერთი ჭიქა, ორი ჭიქა, სამი ჭიქა და ერთი სადღაც მეხუთე ჭიქის მე რო ყველა ვარიანტში მეუნებოდა რომ ეგ ყველაფერი კაი ბატონო გიორგი მაგრამ ცოტა იქ ეხლა ცოტა ისე გამოგივიდაო რა ვითომ ზედმეტი მოგივიდა ეპიზოდებში ხო და ეთყობა რაღაც ეპიზოდები წინდათ რომ ხო და ეხლა დარწმუნებული გიორგი შენგელს არც უფიქრია დაცინო მაგრამ რაღაც მომენტებში შეიძლება მოეჩვენათ მეთქი რა ანუ ხო და იმდენჯერ მითხრეს რომ ისა ბატონო გიორგი რომ ავდექი და მე გადავიღე ხარება და გოგიო ხო და ეს რო წავიკითხე ეს წიგნი პირველი გამახსენდა მელ გიბსონის ამბავი მელ გიბსონო რო გადაიღო აპოკალიფსი თუ გინახავთ ესე იგი ამერიკის ნამდვილი წინაპრები და ესე იგი იმ ხალხის ავთენტური მოსახლეობა როგორ წირავდა ხო შეწირვის ეპიზოდია ძალიან სასტიკი და მართლა ისია გადაღებული ხა დიდო სტატია მელ გიბსონი თუ გახსოვთ და ძალიან არ მოწონთ ამის გამო ძალიან დიდი პროტესტი იყო ეს რა ქვია არა მხოლოდ მექსიკაში რომ რა არის ესე რა ჩვენი წინაპრები ასეთი დაუნდობლები და ხა მარტო სხვადასხვა მათი წინაპრები არ ტირავდნენ ადამიანებს სხვეპლად თავიანთ ღმერთებს ეს ყველას გვეხება მაგრამ მელ გიბსონზე ნაწყენებენ ჩემი იდეა ეს არის რომ მელ გიბსონამდე მიიტანოს ამბავი ლექსო პაიკიძემ რომ გიორგი შენგელაესი არ იყოს გამოუასწოროს და როგორც ერთგვარი რა ქვია მექსიკელებზე გადაიღოს ერთგვარი საბოდიშო გადაიღოს ამ წიგნის მიხედვით ფილმი რომ აქედან კი არ მიადგნენ ამერიკას, არამედ იქიდან მოადგნენ ტარანტინოსაც შეუძლია ეგ, მოკლედ ყველაფერი ინგლორიუს ბასტერდშიც და იმაშიც ცვლის სცენა. ყველაფერი წინ არის და მოკლედ მე კი აი ეს წიგნი არის ჩემთვის არაჩვეულებრივი წიგნია და კიდევ ერთხელ იმის დადასტურება რა ნიჭიერი ხალხი ვართ ქართველები. ყველაზე ნიჭიერი დედამიწაზე ესე იგი ვერსეთმა მექსიკელმა ვერ მოიფიქრა თავის წარსულზე ასეთი წიგნი დაეწერა. აგერ იმერელმა ლექსო პაიკიძემ შვენივრად გადასტარდა. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა პირიქით. რომ დამპატიჟეთ. ძალიან სასიამოვნო იყო. სინამდვილეში სამსახური მე არა მაქვს, საქმე მე არა მაქვს, როცა მე დათო იყო ორჯერ მოსული, იმიტომ წინაზე ვერ მოვასწარით და ეხლა ჩავეტიეთ ასე ვთქვით რომ ეხლა ამ გადაცემის მერე იწყება ძალიან შემეცნებითი გადაცემა ერთი, მერე გასართობი გადაცემები იწყება, დარჩით არ გადართოთ აუცილებლად. მომართეთ თქვენი რადიო მიმღებები და ტელე აპარატები და ფეხბურთებს შორის წიგნები. წიგნები აუცილებლად. თქვენი არხის ის ხო გინათ? YouTube-ის ლინკი ჩავაგდოთ ან ანაკოს უნდა მიმართოთ, კი ბატონო. ანაკო მიცის ეგ მე. აი მე მაგას ჩვენ მოვაგვარებთ. კაი, მადლობა, მაშინ ძალიან დიდი მადლობა, საინტერესო იყო და ძალიან კომფორტულია და თქვენთან სტუმრობა გადასარევი. კომპლიმენტი. რატო არ მოდიან, რატო რაც შეჭირდებათ? ეს ამოჭრათ და ვატრიალოთ. უნდა მორბოდეს ხალხი, აქ ტევა არ უნდა იყოს მისადგომებთან. ანონსში რომ ეს ჩამოს. აკაკუნებდეს ხალხი, რომ ჩვენც მივიღეთ. აი კაი, შემდეგ ხუთშაბათს აჩიკოთ ჩამოვა და მოკლედ ჩვენ დაუბრუნდებით ისევ. დიდი მადლობა. კარგად, თქვენ დიდი მადლობა.